გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Waste-less-ი. მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რომ სილამაზე შეიძლება სულაც არ მოითხოვდეს მსხვერპლს, არც ჩვენგან და არც გარემოსგან და ზუსტად ამ თემას გავარჩევთ, როგორ ვიყოთ თან ლამაზები და თან ეკომეგობრულები. ჩვენი სტუმრები არიან მარიამ დარცმელია, Darts-OKRs-ის ავტორი და მრჩეველი თავის მოვლის შესახებ და ქალბატონი ნანა თავხელიძე, რომელიც არის კირკეს დამფუძნებელი, კირკე გახლავთ ნატურალური საპნების და კოსმეტიკის ქართული მწარმოებელი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით პირველ რიგში და მარიამ, მოდი შენგან დავიწყებ, მაინტერესებს ზოგადად, აი ძალიან ისე მე კი ჩავშვილთ ამ ყველაფერს, მაგრამ შენი აზრით თუ არის შესაძლებელი, რომ რაღაცნაირად ისე ვიყოთ ლამაზები და ისე მოვუაროთ თავს, რომ თან მართლა რაღაცა მსხვერპლი არ მოვითხოვოთ ამ ჩვენი საწყალი პლანეტისგან, რომელსაც ყველაფერში ძალიან უკვე ზედმეტად მოვიხმართ რესურსებს და ასე შემდეგ, აი რამდენად ფიქრობ, რომ შესაძლებელია საერთოდ ეს. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა დაპატიჟებისთვის. საინტერესო თემაა ნამდვილად. სილამაზე მსხვერპლს ჩემი აზრით არ მოითხოვს. მით უმეტეს, როცა კანის მოვლაზეა საუბარი, კანს სჭირდება სრულიად საბაზისო პროდუქტები, რაც არის დასაპანი, დამატენიანებელი და მზის განდამცავი. თუ რაღაც პრობლემა აღინიშნება კანზე, მაგალითად ნაოჭები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ რაღაც სპეციფიკური შრატიც ჩავრთოთ, მაგრამ ნამდვილად არ გვჭირდება 10 ეტაპიანი რუტინა, 50 პროდუქტის სახლში, ამ პროდუქტების ხშირად გამოწერა, რაც ასევე ნახშირბადის რაღაცა გავლენას ახდენს გარემოზე, ნამდვილად სულაც გამონაბოლქვი. შესაბამისად, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რთულია როგორც მომხმარებელმა დიდი გავლენა მოახდინო, ესე პლანეტაზე, ერთმა ადამიანმა, მაგრამ ნაკლები მოხმარებით მგონია რომ კომპანიებსაც წავახალისებთ რომ ნაკლები პროდუქტი აწარმოონ და ყოველ კვირა რაღაც ახალი არ მოიგონონ, რაღაც ახალი მარკეტინგით არ გვაყიდინონ, ხო რაღაც ხრიკებით არ გვაყიდინონ ესეთი პროდუქტი, რომელიც რეალურად საერთოდ არ გვჭირდება. აი ზუსტად ეგ იყო ანუ მიზეზი, რატომაც გადავწყვიტ რომ მომეწვიე დღეს, რომ არიან ხო სხვადასხვა არაქართველის შეიძლება ინფლუენსერები, რომლებიც აი მართლა რაღაცა 17 საფეხურიანი რუტინები და სახელზე ამდენი რაღაც წასმა, სულ იმას ფიქრობ, რომ ჯერ ერთი რანაირად შედის კანში ეს ამდენი რაღაც, ყველაფერში დავიდავანებოთ. აი ეგ მაინტერესებს ხო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაცა კანმა მიიღოს უფრო ადვილად, ანუ რამდენად შესაძლებელია, რომ ბევრი პროდუქტით ერთდროულად მივიღოთ უკეთესი შედეგი. რამდენად არის პროპორციული ბევრი პროდუქცია? ბევრი პროდუქტით, აი როგორც მარიამმა თქვა, ნამდვილად ვერ მიიღება უკეთესი შედეგი. უბრალოდ დაბალანსება არის ამისთვის საჭირო, თუ მიუბრუნდებით, თუნდაც აი წინა საუკუნეების ქალბატონების მოვლის რუტინა კი, რა თქმა უნდა, ვერ შეესაბამება ის და ვერ იქნება დღევანდელობის მსგავსი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრია დაბინძურება გარემოში, აუცილებლად გვჭირდება მისი ჩამობანა, მისი მოცილება, მოწესრიგება, რაღაც გარკვეული ვალდებულება გვაქვს სამსახურია თუ გარემოში გასვლის და ეს ნამდვილად ვერ იქნება ესეთი, მაგრამ სულაც არა აუცილებელი ყოველდღიური რაღაც გადაჭარბებულად კანის დაბანა, სახის დაბანა თუნდაც მაშინ, როდესაც არსად არ გავდივართ, მაშინ, როდესაც არაფერი ესეთი კანზე არა გვაქვს ძლიერი მაკიაჟი დატანილი და არ ჭირდება ამას, იმიტომ რომ ეს კანს, იმიტომ რომ კანზე სასარგებლო ბაქტერიები არის, კანი ერთ-ერთი დიდი ორგანო არის ჩვენი სხეულის და მას ჭირდება იმასაც ვრეცხავთ ფაქტიურად და ის დასაბანი საშუალებები რომ კიდევ ცალკე თავის ტკივილია და სულფატებით არის გაჯერებული და საშიშია, ეს კიდე ცალკე დიდი თემაა და არ ჭირდება ესა ცოდვა კანი, იმიტომ რომ ყოველდღიურად იმ წარეცხილ ბაქტერიულ ფლორას, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანის და ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რეცხავთ დილით და საღამოთი სულაც არაა შეიძლება საჭირო ვიღაცისთვის, მე არა მაქვს ეხლა იმაზე არ ვსაუბრობ, როცა ცხიმიანი კანი აქვს ვინმეს და ის ცხიმიანი ისეთი გამოყოფა შეიძლება იყოს ცხიმის მომატებული, რომ შეიძლება დილითაც აი საღამოთი დაბანილი, დილით უკვე ცხიმიანი ქონდეს, იმდენად ჭარბი იყოს.
ჯირკვლების მუშაობა, რაც ხიმის ჯირკვლების და მისთვის აუცილებელია, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვაცადოთ კანს ბუნებრივად თავის ფუნქცია შეასრულოს. იმ კარგი ბაქტერიების გარეშე ჩვენი კანი უფრო მზიანდება რა და იმის აღდგენა სჭირდება დრო და ჩვენ დილით და სახამოთი ფეხავთ და ანუ რაღაცა არასდროს დიდად არ გამოვირჩეოდი ამით რა კანის მოვლით არ ვიტყვი ხა როგორ ვუვლიდი კანს თქვენ გცემთ პატივს მაგრამ ნუ რაღაცა ეტაპზე მივხვდი რომ ცოტა წამოვიზარდი ასე ვთქვათ 30-ს რო გადავაბიჯე რა მოდი ესე ვიტყვი და გადავწყვიტე რომ უნდა ეხლა მე რაღაცნაირად ვისწავლო როგორ მოუარო კანს და დავიწყო ეს მთელი ამბავი რომელიც ძალიან მეზარებოდა და რაღაცა მარტივ ინფორმაციას გავეცანი რომ აი დილა საღამოს უნდა დაიბანოს სახის კანი რაღაცა წაისვა ეს ანუ ისე დღეში ჩავიგდე კანი იმით რომ უცებ დავიწყე დღეში ორჯერ დაბანა როცა უკაცრავად მაგრამ ხანდახან შეიძლება და მართლა არც დამებანა მთელი დღის განმავლობაში რა აი თუ იყო ესეთი სიტუაცია რომ აი არ გავდივარ არსადან რაღაც შეიძლება საერთოდ არ დამებანა და უცებ რომ დავიწყე ეს დღეში ორჯერ დაბანა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდი რაღაც გამომაყარა რაღაცა ნუ ძალიან ისეთი იყო რა და მე ნახე აგერ დარცოს ბლოგი სადაც ამბობს რომ შეიძლება სულაც არ გჭირდებოდეს ორჯერ და ეს არ არის რაღაცა სტანდარტი რომ აუცილებლად ყველა დღეში ორჯერ უნდა დავიბანოთ სახე და როგორ დაიწყე საერთოდ ეგ ამბავი იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგდის წეღანა იქ ალბათ ნანომაც გითხრა რომ ისე კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს რომ აი ჩემთვისაც კი რომელსაც შეხება არ მქონია მანამდე მარტივად გავიგე რა როგორ მიხვედი მაგამდე რატო გადაწყვიტე საერთოდ რომ გაგვანათლო რეალურად არც მე დავბადებული ვარ ამ ცოდნით და 20 წლამდე ალბათ კანის მოვლის რუტინა საერთოდ არ მქონია. მაშინ არც იყო ინტერნეტი და არც არავინ გვიყვებოდა მის განამცავის მნიშვნელობაზე, ან ხშირად დაბანის სიტყვაზე ცუდ მხარეებზე. მაგრამ 20 წლის ასაკში უკვე დამეწყო დასრული აკნე. ეს გამოიწვია რა თქმა უნდა ჰორმონალურმა ცვლილებებმა, უძილობამ, სტრესმა. და აღმოჩნდი ძალიან ბევრი მითის მსხვერპლი. რადგან როცა ცოდნა არ გაქვს, ძალიან რთულია გაარჩიოს სწორი და არასწორი ინფორმაცია. ამავდროულად სასოწარკვეთილი ხარ და გინდა რაც შეიძლება მალე მოაგვარო პრობლემა და უსმე ყველას და ყველაფერს ითვალისწინებ ყველა რჩევას. ყველაფერს ცდი, რასაც კი მოისმენ და სადღაც მივხვდი რომ შედეგს ვერ ვაღწევდი, უფრო მეტად ვიზიანებდი კანის ბარიერს. როგორც ხედავ მე მაწუხებს ჰორმონალური გამონაყარი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება რეალურად, რასაც ვერ ვაღწევდი იმ ინფორმაციით და იმ ცოდით, რაც მქონდა. ამიტომ დავიწყე ჯერ დერმატოლოგების მოსმენა, ამერიკელი დერმატოლოგების, რადგან ისინი უფრო აქტიურად არიან ინტერნეტში და YouTube-ზე დებენ საკმაოდ ვრცელ და საინფორმაციო ვიდეოებს. შემდეგ უკვე როცა ზედაპირული ინფორმაცია მივიღე, დამაინტერესა ინგრედიენტებმა, მათი სიტყვაზე მათმა წარმოებამ, საიდან მოაქვთ სიტყვაზე ლაბორატორიაში როგორი წარმოება ესა თუ ის ინგრედიენტი. მე უკვე კვლევებს ჩავუჯექი, რადგან როცა გადავწყვიტე რომ ბლოგი უნდა გამეკეთებინა, არ შეიძლება უპასუხისმგებლად რაღაც ზედაპირული ცოდნით გააზიარო რჩევები. ნამდვილად. ამიტომაც რაღაც დერმატოლოგიური კურსი იყო, რომელიც ავიღე, სადაც რეალურად ექიმები რეგისტრირდებოდნენ, მაგრამ ვთხოვე რომ ბლოგერი ვიყავი და მოეცათ საშუალება რომ გამევლოდ არ ვაპირებდი რეალურად იმ ცოდნის რაღაც სამედიცინო სფეროში გამოყენებას. და შემდეგ უკვე რაღაც დროთა განმავლობაში უფრო მეტი წავიკითხე და დღემდე ვაზიარებ ინტერნეტში ჩემს ბლოგზე იმ ინფორმაციას, რასაც მე ვიღებ. ოღონდ არის რა თქმა უნდა გადამოწმებული არა რაღაც ფსევდომეცნიერება, არა greenwashing-ი, რომელზეც ალბათ ვისაუბრეთ, არამედ მეცნიერულად დადასტურებული, კვლევებით დადასტურებული და აი ესეთი ასოცირებული დერმატოლოგების მიერ ნარჩევი ინფორმაცია. ანუ შენ თავსაც დაეხმარე და მე ჩვენც რაღაცა გვასწავლე ანაბანა ასე ვთქვათ. რეალურად მხოლოდ კანის მოვლა არ ყოფილა, რამდენჯერაც რაღაც დამემართა ჯანმრთელობაზე, იმდენჯერ სანამ მე არ ჩავეძიე და არ მოვიკლიე საკითხი, იქამდე ვერ უშველე თავს. ამიტომაც, რადგან მე ეგეთი ტიპაჟი ვარ, რომ რაღაც ძალიან საფუძვლიანად უნდა გავიგო, რომ შემდეგ ჩემ თავსაც უშველო და სხვასაც რაღაც რჩევა მივცე. უმეტეს ხო უკვე რჩევებზე რომ გადადიხარ. მე გქონა რომ ძალიან
ძალიან დავეხმარებოდი ერთ გოგოს მაინც თუ დავეხმარებოდი რეალურად რომ ჩემს ავით რო არ დაეკარგა, ბევრი ფული არ დაეხარჯა სხვა პროდუქტების დატესტვაში და რაღაც ინფორმირებული ყოფილიყო, თუნდაც რომელ დერმატოლოგთან მივიდეს ან რა ინგრედიენტები არ გამოიყენოს, ხო იქნებოდა შესრულებული მიზანი და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი. ხო და ძალიან კარგად შეასრულე ეგ მიზანი მე ვიტყოდი. კირკეს ამბავი როგორ დაიწყო? რატომ რაღაც ანუ საჭიროება დაინახეთ რომ დეფიციტი იყო ამ ნატურალური საპნების თუ უბრალოდ ინტერესი თქვენ? ინტერესი დაიწყო თავიდან, პროფესიით პროვიზორი ვარ. ჩემი პროფესიით მუშაობდი დიდი ხანი, ფარმაცევტი, ხა დღევანდელი გაგებით ტერმინით ფარმაცევტი. და ნუ მუშაობდი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში, პატარა ბაზაში, მთავარი ფარმაცევტი ვიყავი და რაღაცა პერიოდი ის დადგა ისეთი დრო, რომ მინდოდა ჩემი მოცილება მინდოდა სისტემიდან და ჩემი რაღაც გამეკეთებინა რა. და ეს რაღაც დავიწყე ძებნა, დავიწყე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ზოგადად ბუნებით ისეთი ვარ, რომ ყოველთვის ეკოლოგიურობას, ყოველთვის ჯანსაღს, უპირატესობას ვანიჭებდი და რა ვიცი, ამ მიმართულებით არ მიყვარდა არანაირი ქიმიური თუნდაც საჭმელში რაღაცებს. და მოკლედ მივაგენი ამ ძებნის დროს ნატურალური საპნების დამზადების აი ამას საკმაოდ ესეთი გამიტაცა ჩემ სფეროში იყო ჩემი დარგია ფაქტიურად დარგი რა ქიმია ჩვენი მეცნიერებები ყველანაირი ქიმია გავლილი გვაქვს ესე ვთქვათ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს და ახლო იყო რა თემა ჩემ პროცესი ძალიან საინტერესოა რა მე ვუყურებ სუმინდა რომ მეც ძალიან საინტერესოა ძალიან ისეთი შეგაყვარებს თავს ისეთია მომნუსხველია და საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ჯერ კიდევ როცა ვმუშაობდი იმ პერიოდში ჩაუჯექი დღესაც აი ჩემი ერთი დღე არ არსებობს რომ რაღაცა არ წავიკითხო თუნდაც კოსმეტიკის თუნდაც მის საპნის დამზადებაზე რაღაცა ახალი მინდა რომ ვისწავლო და იმ პერიოდში ვიყავი აი მონუსხული ამით არაფერი არ მაინტერესებდა სხვა და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა ეხლა მიკვირს ბევრის როდესაც უცებ დაიწყებენ ამის გაკეთებას თუნდაც ძალიან ბევრი ვიდეოები გვხვდება ეხლა უცხოური თორემ ქართველები არ არის ქართული ვიდეოები აი ეხლა პირველ საპონს გავაკეთებ მე და გაჩვენებთ ამ იმას და არაფრით არ შეიძლება ეს პირველად რომ საპონს გააკეთებ ტუტით დამზადებულ საპონს თორემ მე არა მაქვს ის ფუძე სულ სხვა მიმართულება იქ არაფერი არა ესეთი საშიში და ის დაჭრი შეღება სილანხობთ ანუ ეს ზეთებით როცა არა ზეთით და ტუტით ტუტი არის ნატრიოვაში ან კალიოვაში ეს ძლიერი კაუსტიკური სოდა რასაც ეძახიან ესე და რითაც მზადდებოდა საპონი ეს ძველებური ტრადიციული აი მე ვიცი ეგრე რომ ერთი არის ზეთით დამზადება ზეთი სუნის მომკეთებლად ემატება როგორც საბაზისო მასალას რო ეგ არის ფუძის ეს ცალკე მიმართულება ეგ ქიმიურია ფაქტიურად ის ნატურალურობასთან ბევრი არაფერი არა აქვს საერთო რა და მოკლედ დავიწყე ამის დამზადება ესე და იმის შემდეგ მანამდე კოსმეტიკურ საშუალებებს ჯერ კიდევ სახელმწიფო აფთიაქში როცა ვმუშაობდი სარეცელო ექსტემპორალურ განყოფილებაში იქაც ვამზადებდი ჩემი თემა იყო ესე ვთქვათ ეხლაც ნატურალურ კოსმეტიკაში ესე ჩემნაირად თუ ვინმე დაიწყებს მუშაობას ან თუ შეისწავლის რამეს აუცილებლად სტანდარტები ან მოთხოვნა იგივე არის რაც ფარმაცევტულ სისტემაში საქართნო ან სააფთიაქო ტექნოლოგიაში რასაც გავდიოდით რა მოთხოვნაც იყო სისუფთავე აღჭურვილობა რაღაც მუშაობის მეთოდები ძალიან ბევრი მსგავსია და ესეც ჩემი თემა იყო რა და ანუ ორივე ერთად შევქენი შევაერთე და თანდათან ნაბიჯ ეს 2018 წელში წამოვედი უკვე სამსახურიდან და მე 2020-ში აწარმოეს გრანტი მოვიგე ძალიან დამეხმარა ჩემი პატარა ფართი მქონდა და მცირე სახელოსნო მოვაწყე
თან პანდემიის პერიოდში რაღაცა უფრო გააქტიურდა ესეთი ნამდვილად და თემები, ინტერესიც ან მომხმარებლის მხრიდანაც და დიახ, ეხლაც გააქტიურდა სხვათა შორის ძალიან ნატურალური კოსმეტიკის წარმოებაზეც შემსწავლელი რაღაც კურსებიც დაიდო და საპონზეც ესა ნატურალურ საპნებზე, ხო? ნატურალურ საპნებზე. ხო, რაღაც ბევრი ცდილობს უკვე რომ შეისწავლოს. რამე ისეთი თუ არის გვახსენებთ უკვე რომ ნაკლები პროდუქტი ხშირად უფრო კარგ შედეგს იძლევა და რამე ინგრედიენტები თუ არის ისეთი კონკრეტული, რაც აი არის რომ არ შეიძლება და არ უნდა ვიხმაროთ, თუ არის ეგეთი, ოღონდ მეგულისხმობა ესეთ მასიურად წარმოებულ კოსმეტიკაში რა, აი რომელს რამე თუ არის რომ ეგ არ იხმაროთ. იცი როგორ არის ზოგადად გააჩნია რომელ კვლევას ეცნობი, ვის მიერ დაფინანსებულ კვლევას ეცნობი და ვის რა ჭირდება თავისი ბიზნესისთვის. რა სამწუხაროდ ესე ხდება, რომ ძალიან ბევრ კვლევას ის კომპანია აფინანსებს, ვისაც რაღაც ინტერესი აქვს შემდეგ იმ ინგრედიენტზე, ან პირიქით იმ ინგრედიენტის რაღაცა ცუდად გამოჩენა უნდა. მაგალითად, ეთერზეთები ახსენე წერან შენ, ძალიან ხშირია ნატურალურ პროდუქტებში ეთერზეთების გამოყენება. რა თქმა უნდა, მცენარეული მასალაა და იქ ბევრი შეიძლება კარგი თვისება იყოს, თუმცა მე მაგალითად ეთერზეთები არ მომწონს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კონცენტრირებულია. ამავდროულად დიდი რაოდენობით პარფიუმს და ალკოჰოლს შეიცავს, ბუნებრივს, მაგრამ რეალურად ძალიან ალერგიულია მაგალითად ჩემნაირი ადამიანებისთვის. და ამავდროულად რამდენიმე დღის წინ ვეცნობოდი ზუსტად მაგაზე ინფორმაციას, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მცენარე არის საჭირო 1 კილოგრამი ან 1 ლიტრი იქნება ალბათ ამ მასალის წარმოებისთვის. დაახლოებით 40 კილო არის საჭირო თუ სწორად მახსოვს lavender, ხო, რომ მიიღო 1 ლიტრი ეთერზეთი. რაც გაძლევს არა მარტო სუნს, მაგალითად ხშირად გამოიყენება პროდუქციაში როგორც სიტყვაზე ანტიოქსიდანტი ან რაღაცა, ხო, სხვადასხვა დანიშნულებებით. კანის გამაღიავებელი ეთერზეთებით და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე ან სიტყვაზე გარემოზე რამდენად ცუდია, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. შეიძლება ვთქვათ ეთერზეთი ნატურალურია, იმიტომ რომ მცენარიდან არის აღებული, მაგრამ იმის დამუშავება უფრო ცუდი იყოს გარემოსთვის, ვიდრე იგივე სიტყვაზე ხასიათის ან თვისებების ინგრედიენტი, რომ შეგვექმნა ლაბორატორიაში. მაგალითად, ჰიალურონის მჟავა, რომელიც ბუნებრივად გვაქვს კანში და შემაერთებელ ქსოვილში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის, ჩვენს კანის მოვლის პროდუქტებში არის ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური. იმიტომ რომ იქ უფრო მარტივია. რამე შეიცავს ბუნებრივი ჰიალურონის მჟავა? რას გულისხმობ? აი ბუნებრივი რომელიმე ინგრედიენტი არსებობს, რითაც შეგვიძლია ჰიალურონის მჟავა კვერცხის შიგნით მასიც არის, კი ბუნებრივიც არის. უბრალოდ იმ კონცენტრაცია ისეთი არ იქნება ალბათ. როგორ არის, როცა კანის მოვლის პროდუქტს სახეზე იტანი, მას ჭირდება ტრანსპორტიორი ინგრედიენტი, შენ წეყანი კითხე, როგორ შეიძლება რომ ყველაფერი კანმა შეიწოვოსო. ზოგადად ჩვენი ეპიდერმისის ზედა ფენა არის სრულად აგებული მკვდარი უჯრედებისგან, ერთმანეთთან შეწებებული მკვდარი უჯრედებისგან და იმან რომ პროდუქტმა რომ გააღწიოს მაგ შრეს და უკვე სიტყვაზე დერმამდე ჩავიდეს, ძალიან ინოვაციური რაღაც კონკრეტული ფორმულა უნდა შემუშავდეს, ან სიტყვაზე ხამე ხილოზომის უნდა იყოს. ჰიალურონის კონკრეტულად დაბალი მოლეკულური წონის უნდა იყოს და სხვადასხვა საკეთებენ. აი ლაბორატორია მაგიტომ არის კარგი, რომ შეგიძლია სხვადასხვა მოლეკულური წონის გააკეთო ჰიალურონი, რომ უკეთ შეიწოს. ამიტომ აი მაგალითად როცა რაღაც ხილს იდებენ ხოლმე სახეზე ან ჩათვალე მკვდარ უჯრედებს ადებ რაღაც ხილს და ის მკვდარ უჯრედები რამდენიმე დღე ჩამოგვცდება. რა თქმა უნდა ვერ მიაღწევს. რო უპასუხო შენს თავდაპირველ კითხვას, რომ თუ არის რამე უსაფრთხო ან საფრთხეშემცველი პროდუქტი, აი მაგალითად პარფიუმზე და ეთერზეთებზე, ნუ ეს ჩემი აზრია, მაგრამ ამაზეც იქნება ვიღაც ვინც იტყვის, რომ ეთერზეთი უკეთესია ვიდრე ლაბორატორიაში შექმნილი პროდუქტი, ნუ რომელსაც სამწუხაროდ არ ვეთანხმები და არის კიდევ მაგალითად აი პარაბენებზე იყო დიდი ხანი საუბარი და მე ჩანაცვლა ცოტა უფრო ნაკლებად საფრთხის შემცველი პროდუქტებით, უბრალოდ
არც პარაბენზი არ გვაქვს რეალურად, იქიდან გამომდინარე, რომ კანის მოვლა ახალი თემა, საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული, რომ რაღაცაზე, გადაჭრით ვთქვათ, 100%-იანი სიზუსტით, რომ საფრთხის შემცველია. მაგალითად არის მზის განდამცავი ფილტრები, რომლებზეც ეხლა ტარდება კვლევები, რომ შესაძლებელია პოტენციურად იყოს ჰორმონების ამრევი. ამაზეც რა თქმა უნდა, რაღაც ესეც რაღაც ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა ეგ ამბავი არა მე ამ ბოლო დროს შემდგა რომ მე მგონი თლად ისეთი კარგი არ არის ეს მზის განდამცავის მოხმარებაო აქამდე თითქოს ცალსახად იყო რომ ყველა ვარიანტში ის არის რა ქვია სასარგებლო მაგრამ შენ ქონდა მე მგონი მაგაზე ხო რომ ადამიანები რომლებიც ჭამენ რაღაცა იმას რა ქვია საშინელებებს და სვამენ და სუნთქავთ საერთოდ და ამ დროს უცებ გაჭედო რაღაცა მზის განდამცავზე რომ არა ამას არ წავისო მეგეც ცოტა ისეთია ალბათ უნდა პრიორიტეტები დავალაგოთ ხო ჩემი აზრით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კვლევის რაღაც პატარა ნაწილს იღებენ რიგითი ადამიანები და მერე ამაზე აგებენ მთელს რაღაც თეორიას დიდ თემას, მაგალითად, როცა კვლევა ჩატარდა აი მზის განდამცავ ფილტრებზე, რაზეც ვისაუბრეთ, რეალურად ადამიანებზე არ გაკეთებულა კვლევა, ცხოველს აჭამეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ეს ინგრედიენტები. ჩვენ რა თქმა უნდა, მაგ ინგრედიენტებს კიდე არის ეს სამწუხაროდ კი და ძალიან ხშირად გადაჭარბებულად ხდება ტესტირება, რომ აი მერე არ ვიცი რაღაცა არ ვარ მეცნიერი და არ ვიცი რატომ აჭამეს იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც ჩვენ არც წლები რომ ვისვათ მზის განდამცავი ვერ მივაღწევთ იმ ნიშნულს. ამიტომაც როცა ამბობენ რომ აი ეს ორი ინგრედიენტი ძალიან ცუდია, ყოველთვის უნდა ჩაუღრმავდე რეალურად კვლევა რაზე ჩატარდა, რა რაოდენობაზე ჩატარდა, რას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, როცა რაღაცას კანზე ვისვამთ, ის რაღაც რაოდენობით სისხლში შეიწოვება. უბრალოდ ჩვენს ორგანიზმს აქვს იმის ფუნქცია, ღვიძლის დათირკმელების დახმარებით, რომ რაც კი ზედმეტი და ტოქსიკურია, გამოდევნოს. უბრალოდ აქ საუბარია რა რაოდენობით მივიღებთ. და შენ რაც ახსენე, ძალიან ხშირად მზის განდამცავზე რომ საუბრობენ, რას მივირთმევთ საერთოდ და რას ვიღებთ ორგანიზმში ორალურად, ეს საერთოდ შეიძლება უარეს ჭამდე და მე რაღაცა ამბობდე რომ აი ამის წასმა ესეთია, ხო? ნუ მათ ვფიქრობ ხოლმე იმაზეც კიდევ რომ ცოტა ხა შეიძლება ვიზუალურად ისეთი არ იყოს, მაგრამ მექანიკურად რო დავიცვათ ხოლმე თავი მზისგან, ეგეც ხო ესეთია რა, ადრე დიდი შლაპები და იმებით რო დადიოდნენ, რატომაც არა, ხო? რაოდენობით მზის მიღება აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის. ვიტამინის წყარო არის და აუცილებელია თუნდაც პატარასთვის, განვითარებისთვის, თუნდაც შემდეგაც ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ისე რომ აი 50+50 ფილტრით დავიდოთ სახეზე და ყოველდღიურად ამით ვიაროთ, ეს ტრავმაცაა და ცუდიცაა. სეზონური ამაზე ვერ შევთანხმდებით. არა, ნამდვილად. იმაზე ეთერზეთებზე ახსენეთ და ეთერზეთები არის ერთ-ერთი უარყოფითი, რაც აქვს ეთერზეთებს, ესაა ალერგია. რაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი, თუმცა ეთერზეთებს აი ახლა ლავანდაზე რომ თქვით, ლავანდას აქვს ძალიან ბევრი დადებითი და კარგი თვისება, სედატიურიდან დაწყებული, თუნდაც კანის რაღაცა პრობლემების იგივე გამონაყარი. საერთოდ აი საფრანგეთში მაგალითად ყველაფრისთვის ლავანდის ეთერზეთს აბყურებენ, თეთრეული იქნება, ყველგან აქვთ რა, მოკლედ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სამკურნალოთაც მიიჩნევა რა იქ და ნებისმიერი ეთერზეთი აქვს კარგიც და ცუდიც. მთავარი არის ხო როგორც ყველაფერს, მაგრამ კოსმეტიკურ საშუალებებში რო უმატებთ, იქ დიდი ეთერზეთი რატო ქვია იმას, ეთეროვანია და ქროლდება, ხო, რაღაცა პერიოდის მერე. და ფაქტიურად აღარ რჩება მისი კვალი. იმ პერიოდში ახლა რაღაცა კოსმეტიკური საშუალებები ქარხნულად რომელიცაა დამზადებული, რომელშიც პარაბენები არის უამრავი, კონსერვანტები არის ერთი ჯგუფის კი არა, რამოდენიმე ჯგუფის, რომ იმან ერთი წელიწად ნახევარი გაძლოს, ხო? იქ ეთერზეთების დამატებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი
აქროლდება. მაგრამ აქ შემოტანილი უკვე წეღან ალკოჰოლის შემცველობაზე რომ თქვით, ის ალკოჰოლის შემცველი არის უკვე ქიმიურად არომატები, ქიმიურად დამზადებული ფტალატებისგანაა ძირითადად დამზადებული. ესაა ძალიან ისეთი ძლიერი აგრესიული კომპონენტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიებიდან დაწყებული, რა ვიცი, ყოფობამდე კი შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის საკმაოდ ძლიერი. ის უფრო არომატები, ეთერზეთების სხვა, არომატების სხვა, ორივეს აქვს დადებითი უარყოფითი და არომატები განსაკუთრებით საშიშია, ესე ვთქვათ, ვიდრე ეთერზეთი. იმიტომ რომ ეთერზეთი კი ალერგიულია, კი შეიძლება რაღაცა ქონდეს, კიდე სხვა უარყოფითი, მაგრამ მაინც ქროლდება და არ რჩება რა. იმის კვალი უკვე შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე თუ გამოვიყენებთ არ რჩება, მაგრამ აი ეს არომატებით რომაა გაჯერებული და დიდი ხანი, წელიწადი და 2 წელიც ლამის უნდა იყოს იქ და ის იმდენად ძლიერია, თუნდაც იგივე დასაბან საშუალებებში ხა. სარეცხ საშუალებებში ყველგან აბსოლუტურად, რომ ანუ ნაადრევს სქესობრივ მომწიფებასაც კი ბატონო, კი ბატონო. უწყობს ხელს ეს ფრაგრანს ფტალატებია. ხო, პარფიუმი, რომელიც არის მართლა ყველაფერში, ხო? ანუ ჭურჭლის, ასაც ყველაფრის სარეცხ საშუალებაში, მაგრამ აქ მომკეთებელი ნივთიერებები, რომლებიც არის. მე თავიდან როცა დავიწყე საპნის დამზადება, ეხლაც რამოდენიმეს ვამზადებ სუნის გარეშე და ესე ვამზადებდი ყველას და აი ქალბატონების ის განსაკუთრებით პირველად ცხვირთან მიქონდათ რომ აიღებდნენ სურნელით არჩევდნენ და იძულებული გავხდი, თორემ ნამდვილად მე კოსმეტიკური კრემებიც აი შრატებიც ზოგიერთი მაქვს ისეთი, რომ არცეც არ უმატებ ეთერზეთს. ძალიან კარგი, აი დარწმუნებას არ უმატებ. მარკინდა არომატები. საღებავებსაც, აი საღებავით სრულიად ზედმეტი დანამატი ახლა კოსმეტიკაში არა, აი მე ვგულისხმობ თავის მოვლის საშუალებებში და არა რა თქმა უნდა მაკიაჟში და იმაში, ხო? მაკიაჟი ხშირად აირონ ოქსიდით მზადდება და რეალურად არც ეცეშია. როცა საშიშს საუბრობთ ან საფრთხის შემცველზე უნდა განვარტოთ რას გულისხმობს, რა საფრთხეზეა საუბარი, ხო? სიტყვაზე მზის განდამცავი როცა გვისვია, რა საფრთხისგან გვიცავს, ეს არის სიტყვაზე კანის კიბოს გაჩენა, ხო? და იქ რაღაც ინგრედიენტი რა რაოდენობით არის და ის რა საფრთხის შემცველია, ეს ცალკე საკითხია. ჩემი აზრი არ არის უბრალოდ ძალიან ბევრი ამბობს ამას, რომ დოზა ქმნის შხამს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაღაც ნივთიერებას რა დოზით გამოიყენებ. აი თუნდაც ეთერზეთი იქნება თუ პარფიუმი იქნება, ძალიან ხშირად მაგალითად ახლა ბოლო პერიოდია ეთერზეთების ნაცვლად იგივე ინგრედიენტის ექსტრაქტებს იყენებენ, რადგან უფრო უსაფრთხო ან ნაკლებად ალერგიულია კანზე. თორე საფრთხეზე ვსაუბრობთ, კანს კი არ, თქვა ორგანიზმს კი არ წამლავს ან რაღაც დაავადებებს კი არ აჩენს. უბრალოდ პოტენციური ალერგენი შესაძლებელია რომ იყოს. ზოგადად რადგან თქვით რომ კანის მოვლა დიდი ხანი არ არის რაც პოპულარულია ყოველ შემთხვევაში დასავლურ კულტურაში და ეხლა დაიწყეს კანის მოვლის პროდუქტების წარმოება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაღაც ინგრედიენტების სინთეტიკურად შექმნა. ჯერ კიდევ რა თქმა უნდა გრძელვადიანი ეფექტი რა აქვს ამას არ ვიცით. თუმცა, როცა საუბარია მაგალითად ჩემთვის პირადად კანის სიმსივნეზე, მირჩევნია მზის განდამცავი წავისვა და თავი დავიცვა სიტყვაზე სხვა ტიპის სიმსივნისგან, ვიდრე 10, 20, 30 წლის მერე პოტენციური რისკი რა იქნება ჩემს ორგანიზმზე, მაგაზე ვიფიქრო. ყველა რაღაცა წონით ხო რისკს, რამდენად გვიღირს რაღაცის გამოყენება, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც ინგრედიენტი საშიშია და საფრთხის შემცველია და არ რეგულირდება, ესე არ ხდება, იმიტომ რომ საქართველოში კი წარმოება არ რეგულირდება, იმიტომ რომ არ გვაქვს მარეგულირებელი ორგანო, მაგრამ ამერიკაში არსებობს FDA, რომელიც წლობით ტესტავს ინგრედიენტებს და სანამ არ დარწმუნდება მის უსაფრთხოებაში, განსაზღვრულ კონცენტრაციაში, რის ფარგლებშიც უნდა გამოიყენოს ბრენდმა ის ინგრედიენტი, ხო, დასრულებულ კონცენტრაციაში,
არ არის პრობლემა საერთოდ. ასევე ევროპას თავისი მარეგულირებელი ყავს. სამხრეთ კორეას საერთოდ სხვა 50 წლის წინ არის, არ ვიცი, ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს და ბევრად უფრო ინოვაციური ინგრედიენტები აქვს გამოყენებული. ხო, ამიტომაც მაგალითად, ჩემთვის საფრთხე არის, რომ გამონაყარი არ გამოიწვიოს პროდუქტმა, ვიღაცისთვის საფრთხე შეიძლება იყოს, რომ ანუ ალერგია არ დაიმართოს, იმიტომ რომ არის ალერგიული კანი აქვს. ხო, ესე რომ დავდგეთ და თქვა რაღაც ინგრედიენტების სია, რაც აკრძალულია, ის ისედაც არ გამოიყენება, რაც ვიცით რომ საშიშია, ესე კოსმეტიკაში და კანისმომლის პროდუქტებში საბედნიეროდ არ ხვდება. და თუ კი რამე კვლევა დაიდება, რომელიც როგორც ფლობზის განამცო ფილტრებზე იყო, გვეტყვის რომ ესა თუ ის ინგრედიენტი თურმე არ ყოფილა ისეთი კარგი, როგორც გვეგონა და რაღაც ზეგავლენა აქვს, პირველში მე ვიქნები და მაგას აუცილებლად მოახოლებენ ალბათ მე ცვლილებას რაღაცას, რომ აი ეს არ ყოფილა კარგი და ეხლა შევცვალოთ, იმიტომ რომ ეს იმხელა ინდუსტრია, რომ ეგრე არავინ არ დატოვებს, რომ ეხლა რაღაცა არ იყო კარგი კონკრეტულ რაღაც sunscreen-ში და всё, ამიტომ ვიდრე გამოაცხადებენ, მანამდე უკვე შექმნილია ის შემდეგი ეტაპი. ხო, აი მაგას ვამბობ, ხო, რაღაცა უმჯობესდება მანამდე. მეცნიერების პლუსის ეგ არის ჩემს, რომ მუდმივად ვითარდება. და მეცნიერებას არ აქვს იმის პრობლემა აღიაროს, რომ რაღაც არ ვიცოდით, მოვიკულიეთ, გავიგეთ და ეხლა ეს არის ახალი ინფორმაცია. ანუ მუდმივად ეს ხდება, არ მხოლოდ კანის მოლაში, ანუ მეცნიერების ნებისმიერ მიმართულებით. ხო, მით უმეტეს, როდესაც ესეთი ფინანსურად მომგებიანი ინდუსტრიაა რა, მაგას ვამბობ, იქ ნუ ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ რაღაცნაირად ჩაგინაცვლონ და გაგიუმჯობესონ რა. რამდენად არის სხვაობა, ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა ეკოლოგიისთვის არის, ანუ პროცენტულად რო შევხედოთ, შეფუთვა, ოღონდ ამაში გულისხმობს ზოგადად ყველაფრის შეფუთვა, ანუ აი მარკეტში რო შევხედოთ დახს გადახედო, პროდუქციის, ანუ მთლიანი რაოდენობის ნახევარი არის შეფუთვაზე მოდის რა და თან აქ ვსაუბრობთ ისეთ შეფუთვაზე, რომელიც არც ბიოდეგრადირებადია და ნუ მოკლედ მთელი ნახევარი საუკუნე უნდა ეგდოს სადღაც ნაგავსაყრელზე და აი ამ თვალსაზრისით რამდენად არის აი კონკრეტულად მაგალითად რო ვისაუბროთ საპონი და რაღაცა შხაპის გელი, ხო? აი რამდენად არის სხვაობა მყარ და არამყარ ფორმას შორის თვითონ კანისთვის. ნახეთ, ნულიდან დამზადებული საპონი უფრო ეკოლოგიურად ბიოდეგრადირებადია, მისი ნარჩენი არსად არ დაგხვდება და აი შხაპის გელში და საერთოდ რამდენად ჩაანაცვლებს მაგის თქმა მინდა მყარიანი საპონი? ნამდვილად ჩაანაცვლებს, თუმცა ეხა ძალიან ბევრი დერმატოლოგი, ეს ძველი წესი არის ნულიდან დამზადებული, ტუტით დამზადებული საპნის მოხმარება დასაბან საშუალებებში. მაგრამ დერმატოლოგების აბსოლუტური თითქმის უმრავლესობა აი ეწინააღმდეგება ტუტით დამზადებულ საპონს, იმიტომ რომ აქ pH-ი მაღალია, ვერ იქნება ვერანაირად 5 და 5, რაც სტანდარტულად ეხა ნებისმიერ მოვლის საშუალებებში ან კრემში ან თუნდაც დასაბანში არის, მაგრამ რახან ძველი არის ჩემი ესა დამოკიდებულება და ჩემი შეხედულება ესია რა. ნულიდან დამზადებულ საპონშიც pH-ი 7 ან ცოტა მეტი უნდა იყოს. დაუშვებელია, რომ ძალიან ბევრი ცოტა ადრე ვიდრე გაშრება, მანამდე გამოიტანს და ყიდის ძალიან უცოდი უფრო მაღალია. რა თქმა უნდა, pH-ი იქ უკვე უფრო მაღალია, ან არასწორად დაგეგმილ ტექნოლოგია თუ არის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქაც pH-ი მაღალია და ისეთი საპონი აი ცალსახად არის საშიში მათი გამოყენება. უბრალოდ მომხმარებლამდე რომ მივიდეს ეს კარგი პროდუქტი ქვეყანაში არ რეგულირდება ეს და ძალიან ცუდია, მაგრამ რახან ტრადიციულად ეს გამოცდილი არის, ეს საუკუნეებია, სულ ვკითხულობ დერმატოლოგების უმრავლესობა გვეუბნება, რომ საპნით არ დავიბანოთ. კარგი გასაგებია, რომ არ დავიბანოთ, მაგრამ აქამდე ეს ქიმიურად შექმნილი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რაც არის ქიმიური, თორე საპონიც თვითონ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა. შექმნილი არის სადღაც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, თუ კარგად მახსოვს, ხო? მანამდე ხო ვიბანდით სახეს, მანამდე ხო ტანს ვიბანდით, ხო არ იყო ესეთი
აკრძალვა. ანუ სტანდარტი იყო ადრე დამზადებულ საპონში დასაშვებზე მაღლა არ იყო პიაში და ხდებოდა საკმაოდ დიდი პროცესი იყო. ეხა დღესაც აკეთებენ სვანეთში მაგალითად ვიცი რომ დღესაც იხარშება საპონი. ამას ყველა ვერ აკეთებდა, აკეთებდა თუნდაც რაიონში, თუნდაც რეგიონში რამოდენიმე და ის საპონი უკვე იყო მაღალი სტანდარტის, მაღალი ცხიმოვანი მჟავის მარილი, ანუ საპონი იმაში იყო მაღალი და არ იყო რაღაც ნარჩენი პროდუქტი თუნდაც ტუტის სახით რა და ამიტომ დღევანდელ პირობაში იქ ქარხნულ დასაბან საშუალებებში კი იქ პიაში 5 და 5-ია დაყვანილი, მაგრამ ის ძირითადად ყარშიც, ანუ არა, აი დუშქელებში გეუბნები. ყარში შანსი არ არის, ანუ ესეთი დაბალი პიაში რომ მიაქვს. არა, ყარში გამორიცხულია ტუტით დამზადებულ საპონში, თუმცა მყარი საპნებიც მზადდება ზედაპირულად ქიმიურად ქაფწარმომქმნელებზე და იქ კიდე შეიძლება, თუმცა ნაკლებადაა ესა, იქ ემატება კიდევ ემულგატორი ემატება 1000-ნაირი კომპონენტი, იგივე კონსერვანტები, ძალიან ბევრი აგრესიული კომპონენტები რა მოკლედ, რომელიც კიდევ უფრო ცუდია რა კანისთვის და საპონი ნულიდან დამზადებული ვერ იქნება მაშინ საპონი ვერ იქნება თუ 5 და 5, 6-ზეც 7-ზე დაბალიც თუ იქნა, 6-იც თუ იქნა, არ ექნება ის რეცხვითი უნარი. ანუ იქ მარილი თვითონ ცხიმოვანი მჟავის მარილი, ანუ საპონიც დაბალია და პლუს კიდევ ცხიმი არის გაუსაფრნავი. უნდა ავირჩიოთ რა, ან pH-ზე გავაკეთოთ აქცენტი და პრიორიტეტი იყოს სიტყვაზე დაბალი pH-ი, ან რაღაცა უფრო ნატურალურობა, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მივხვდი. ვისთვის პრიორიტეტი ესეთი საპონია, ვისთვის კიდევ აი ამ დღეს ძალიან დიდი რეკლამა იმ მიმართულებით ეს ქიმიური მრეწველობა ფაქტიურად ამ მიმართულებით აი უძლიერესი უდიდესი მრეწველობა, ნედლეული უიაფესია და ეს ისეთი აწყობილი რგოლია, ეს ჯაჭვია აწყობილი და რა ვიცი. ეს თან რეკლამას კიდე რასაც გვეუბნებიან, იმას ვაკეთებთ, თუმცა სულ ვკითხულობ ამას, აი იქამდე ჩვენ ხო გქონდა დასაბანი საშუალებები. რატო არ გვჭირდა თუნდაც კანის ამდენი დაავადებები, თუნდაც ამდენი პრობლემები ხო არ იყო და როგორ არ ვიცი ჩვენ წინაპრებს რეალურად რაც აი მე-20 საუკუნეში როგორ არ ვიცი ჩემ თაობაში აი მე რო პატარა ვიყავი და უშუალოდ ხო არ იყო ქალბატონები რა ვიცი სილამაზით არანაკლები იყვნენ ვიდრე დღეს არიან ხო არ იყო ესეთი გარემო ფაქტორებიც შეიცვალა ხო რა თქმა უნდა გარემომ თავისი გავლენა უნდა მოახდინოს და ეგრეა განვითარდა და თუნდაც ის ახლა მზის გამოსხივებაც ანუ ბევრად არის შეცვლილი ბოლო პერიოდში იმიტომ რომ ოზონის პრობლემები აქვს ამავდროულად ბევრად მეც ირუჯებიან ახალგაზრდები ვიდრე ირუჯებიან საჭირო რაც ხო დოზის ზომიერება არ ვიცი. ზომიერება ყველაფერში საჭიროა და აი ისევ შეფუთვის თემა. და შეფუთვაში ბოდიში აი იქ პლასმასია რა თქმა უნდა ცუდია თუმცა იქ კიდევ სულფატებია ყველაზე აგრესიული თუ სულფატებზეა დამზადებული მაგრამ არის მცენარეული აი ქოქოსისგან მიღებული მაგალითად ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ისინი უკეთესია ანუ ალტერნატივა თუ მაგრამ სულფატების შემცველები უკეთესია იმ მხრივ რომ იქ ანიონური ქაფწარმომქმნელებია რომელიც პასუხისმგებელი არის ჭუჭყის მოცილებაზე რა და ერთმნიშვნელოვნად უბრალოდ არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი ყოველ დღე სულფატების შემცველი შამპუნებით ყოველ დღე ვიბანოთ თავი ან სახე მაგრამ რაღაცა პერიოდულობით როცა ძლიერი გაჭუჭყიანება გვაქვს როცა თუნდაც ქალბატონები თმის შეღებვის შემდეგ სკალპის კარგად გასუფთავება როცა გჭირდება იმ შემთხვევაში დასაშვებია და ყოველდღიურად სულფატები იმდენად ძლიერ ბმას ქმნიან ჩვენი კანის
არის ლიპიდურ შრესთან, რომ ეს გროვდება და ალერგიები და მეგონი ისედაც ყოველდღიურად არის დაუშვებელი. მე დაუშვებელი. მაგალითად აი ერთი პერიოდი მქონდა რა ის სტუდენტობის პერიოდში რომ რაღაცა რადგან ხვეული თმა მაქვს ძალიან რთულია რომ შეინარჩუნო ფორმა და მანამდე ყოველთვის ვიბანდი ხოლმე 5 დღეში ერთხელ და უცებ გადავწყვიტე რომ მოდი ყოველ მეორე დღეს დავიბან რომ კარგად დაიხვეს და ნუ ისე დღეში ჩავიგდე თავის სკალპი რომ ხო ძალიან ცხიმიანობა წამოვიდა და ყველაფერი და იმიტომ წამოვიდა რომ აქტივაცია გაუკეთეთ ცხიმოვან ჯირკვლებს. ხო, ამიტომ არ არის რა საჭირო. სწრაფად მოსილდა ჭუჭყი და ცხიმი, ჭუჭყში ძირითადად ცხიმოვანია ჭუჭყიც თავისი ბუნებით. ჯირკვალებმა დაიწყო გაძლიერებული მუშაობა, რომ გამოიმუშაოს. ყოველ დღე აცილებთ, ყოველ დღე მე მუშაობთ. რაღაც პერიოდი დამჭირდა, რომ ისევ გადავწყობილიყავი იმ რაღაცა 5 დღიან შუალედზე, რომ მიმეჩვია თმა. მე მაგალითად აი ლაში არის ეგეთი ბრენდი იცი ალბათ. რომელსაც აი მაგ მხრივ ძალიან პატივს ვცემ, რომ შეფუთვის გარეშე ცდილობენ, რომ კონდეთ ბევრი რაღაც რა, როგორ რა მაგრამ ძალიან ბევრი პროდუქტი პლასმაში აქვთ, ასევე ჩასწრებული. ძალიან ბევრი კი, მაგრამ ნუ ბევრიც არის, რომ არა აქვთ. პირველ რიგში შეფუთვაზე რაც იკითხე, მე არ ვარ ახლა ექსპერტი ეკოლოგიის და ვერ ვიტყვი რომელი შეფუთვა არის უკეთესი გარემოსთვის, იმიტომ შუშა უკეთესია პლასტიკის. აი ნახე შეფუთვაზე რომ მოვისმინე, შუშა უფრო მძიმეა და სამაგრად ტრანსპორტირების დროს ბევრად უფრო მეტ carbon footprints გაკეთებს ვიდრე მაგალითად პლასმასი, რომელიც რეალურად არის ასევე მოპოვებული ნედლეულის ბაი-პროდუქტი. ხო, ამიტომაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ამის შესახებ. რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სასახად შუშა იგებს, ვკეთრი, იმიტომ რომ შუშა არის უსასრულოდ გადამუშავებადი რესურსი და პლასტმასა თუ გადამუშავდება, კი, უბრალოდ ხო. არა, ინდიფერენტულია, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, შუშა არის ინდიფერენტული, ანუ რეაქციაში არ შევა იმაში, რასაც ჩავასხამთ. ესაა მნიშვნელოვანი. პლასმასის შემთხვევაში სილიკონია პლასმაში ის გამოდის და უერთდება, რასაც ჩავასხამთ, რაც მოთავსდება და რაღაც წარმოიქმნება. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით შემთხვევაში არის ესა. და დიდი ხნით ალბათ როცა ხო, ნუ იცი როგორ არის ძალიან ხშირად ბრენდები ამბობენ, რომ ჩვენ ეკომეგობრული ვართ, აწებებ რაღაცა მწვანე ნიშანს თავიანთ ბრენდს. ფოთოლს. ხო, ფოთოლს. შეფუთვას გააკეთებენ ქაღალდისას, მაგრამ შიგნით პროდუქტი არის პლასმასში. კი. ან მაგალითად ამბობენ, რომ რაღაც მაგალითად იყო ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც რაღაც ქონდა ესეთი პროდუქტი, რომელიც სრულად ქაღალდში ესხა, ესე ამბობდნენ, მაგრამ რეალურად ის ქაღალდი იყო პლასმასნარევი. ხო, ქაღალდში ყველა ვიცით, რომ ვერ ჩაასხა ვერაფერს, ეს ძალიან კიდე ერთჯერად ჭიქებზეა ყოველთვის ეგ, რომ აი ქაღალდის ჭიქით ვსვამ და შიგნით რეალურად პლასმასია. ხო, ნუ უბრალოდ ამიტომაც უბრალოდ მგონია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტუალურია დღეს ეს თემა, ყველა ბრენდი ცდილობს რაღაც კუთხით 1%-ით მაინც ცოტა ეკოლოგიურად აკეთოს რაღაც და მე მიაწეპოს ის რეალიტეტი და თქვას, რომ ხო, მე ვარ სრულად რაღაცა ეკოლოგიური. როცა ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო პროდუქტი როგორც საბოლოო ვერსია, არამედ მთელი პროცესი, რასაც ის გადის, დაწყებული ინგრედიენტის, როცა მოძიებიდან, დამუშავებით, შემდეგ უკვე მასალის გაკეთებით, ტრანსპორტირებით და მე საბოლოოდ ჩვენამდე ვყიდულობთ, ეგ საერთოდ ცალკე თემა. ხო, ამიტომაც როცა ჩვენი მოხმარების მერე კიდევ რამდენად გადამუშავებადია ის ნარჩენი, რაცაც გვიტოვებს ეგ პროდუქტი. მთელი ჯაჭვი, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამორჩა და მადლობა რომ შემახსენე. ეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რეალურად ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებადია, გადავამუშავებთ თუ არა საერთოდ და როგორ გადამუშავდება. ამიტომაც რა თქმა უნდა მიხარია, როცა კომპანიები მაგალითად ცელოფნის შეფუთვას ცვლიან ქაღალდის შეფუთვით, ან პლასმას ცვლიან შუშის ბოთლებით, უბრალოდ რამდენად ეთიკურად ხდება ეგ ყველაფერი, მაგალითად არის ინგრედიენტები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის არის, მაგრამ ეხლა დაიწყეს ბრენდებმა ვეგანური, იგივე თქვა ეფექტის მქონე ვეგანური ვერსიების წარმოებაც, ხო? იმდენად კომპლექსურია, რომ ძალიან მიჭირს ერთი კონკრეტული შეფუთვის ცვლილების გამო კომპანია შევაქვა და უთხრა რა მაგარია, რომ რაღაცა ერთი პროდუქტის რაღაც შეფუთვა შეცვალე, მაგრამ რეალურად სხვა რაღაცები აი ხა თუნდაც ის ლაში რაც ვახსენე, ხო? ანუ იმდენად არომატულია ყველაფერი, აი ცოტა ჩაკვეჩა რომ მოგიდება ეგეთი პროდუქცია აქვს. ლაში შევიძინე
ბევრი წლის წინ სანამ ბლოგი მექნებოდა და საერთოდ სანამ გარკვეული ვიქნებოდი, მათი რაღაც თიხის ნიღაბი ვიყიდე დიდ ბრიტანეთში და ისეთი ალერგია მომცა. ისეთი ალერგია მომცა, მე მგონი პირველად მაშინ დამაყარა საერთოდ. არა და ეს ნატურალურია, ბუნებრივია. გეუბნები, ყველა მითის მსხვერპლი ვიყავი, თუ რამე არსებობდა მაგ მიმართულებით და რაღაც მეგობარმა მირჩია, რომ ძალიან კარგი სურნელი აქვს, მე კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ მას უბრალოდ მოკანი გქონდა და წავისვდა და დამემართა საშინელება და ისედაც როცა ისვამ სახეზე, იმდენად ძლიერია პარფიუმი, იმდენი პარფიუმია აშკარად გამოყენებული, რომ სუნთქვაც კი გიჭირს. ხო, გეუბნები, აი მართლა რაღაცა მყარი შამპუნი ვიყიდე და ჩაკბე ჩამომინდა, ისეთი არომატული იყო და ნუ ახლა ეგ უნდა მიხვდე, რომ ზედმეტია. რაღაც ეტაპზე მეც მეგონა მაშინ, რომ რა კარგი სუნი აქვს და რაღაცა როგორი მანგოსგან არის დამზადებული, მაგრამ ხო, ნუ რეალურად არის რეალურად არის მანგოსგან დამზადებული, უბრალოდ კარგად ამსგავსებენ მანგოს სურნელს, აი პარფიუმზეც რაც ვსაუბრობ და ნატურალურზე ნებისმიერ სიტყვაზე რაც ზოგადი ტერმინია, იმ რეალურად დეფინიცია, ზუსტ დეფინიცია არ აქვს, არც ნატურალურს, იმიტომ რომ ნატურალურად იწოდება 1%-იანიც და 98%-იანიც, თუ კი რაღაც ბუნებრივი შეიძლება ეს და პარფიუმიც არსებობს, რაღაცა პარფიუმის ქვემოთ არის, ალბათ ძალიან გრძელი სია, მინიმუმ 500 ინგრედიენტის, რასაც უწოდებთ პარფიუმს. იქაც რა თქმა უნდა განსხვავება, ზოგი მეტად ალერგიულია, ზოგი ნაკლებად, ზოგი შეიძლება უფრო ბუნებრივი წარმოების იყოს, ზოგი სინთეტიკურად შექმნილი, ამიტომაც აი ესეთ ტერმინებზე რომ ვსაუბრობთ, ბრენდებიც კარგად იყენებენ, იმიტომ რომ არარეგულირებადი ტერმინებია. და შესაბამისად, უკეთ ჟღერს მომხმარებლისთვის, მაგრამ იქ რა არის, რეალურად ნატურალური რაღაც დამუშავებას გადის, თქვენ რა ინგრედიენტებსაც იყენებთ, ისიც ხო აღებული მცენარეული მასალა პირდაპირ პროდუქტი არ ხდება რაღაც დამუშავებას გადის და ნატურალური არის წარმოშობა, საიდან აქვს პროდუქტს, ნედლეულს რა. ანუ ნატურალური რაღაც ნედლეულიდანაა მიღებული, მაგრამ პროცენტი აი რას აიღებ, როგორ აიღებ, აი ეგ უკვე ცალკე თემა არის და ნატურალურს ამბობენ, მაგრამ ახლა რაც დასაშვები არაა 10 გრამი 10% რო მოიხმარო და დამზადების დროს კრემში შეიტანო თუნდაც ეთერზეთი, ესაა საშინელება, ხო? ნატურალურია ის ნედლეული, მაგრამ დასაშვები დოზა უნდა იყოს ისეთი გონივრული და აზრიანი. და მათ მეორე მომენტსაც გეტყვით კიდევ, რომ ნატურალური არის სიტყვაზე ის ლავანდა, ხო? ან რაღაც კალენდულა, რომელიც მე ძალიან მიყვარს კალენდულა ზოგადად, ოღონდ ჩემ ეზოში რაც მომყავს და იმას რომ ერეზეც დავასხო, აი ეს კალენდულა მიყვარს და სადღაც ახლა მას წარმოებაში კალენდულას რა რაოდენობის პესტიციდი დაასხეს და როგორ მოიყვანეს და რამხელა ფართობი გაჩეხეს იმ კალენდულის მოსაყვანად, აი ეს კიდე სხვა საკითხია და მაგიტოა ზუსტად რომ მართლა იმხელა კომპლექსური საკითხია, ეხლა რაღაცა რომ გეგმავდი ამ თემას, ხო? და ვფიქრე რომ აი კითხვებით რომ არ გამოდის, იმიტომ რომ ხო, აი რაღაცა თვითონ საუბარს მე მიყავ ხარიქით, რომ საბოლოოდ საით მივყავართ, იცით რომ ნაკლები არის უკეთესი, ხო? ნაკლები მოხმარება, კი, ნაკლები ინგრედიენტი თავის მოვლის საშუალებებში და ალბათ უფრო აი როგორ ვთქვათ, რაღაც ტარგეტირებული ინგრედიენტები, რომელიც კონკრეტულად რაღაცა პრობლემას მიემართება და შეიძლება ზუსტადაც იყოს ქიმიური ის ინგრედიენტი და უფრო ეკომეგობრული, ვიდრე ხო, ამიტომ არ არსებობს რაღაცა ოქროს წესი, რომ აი ეს არის უფრო ეკომეგობრული და ეს ნაკლებად. ყველაფერში, არა მხოლოდ კოსმეტიკაში, ანუ ყველა თემას, რასაც ვეხები, მივდივარ იქამდე, რომ გააჩნია, აი ამ შემთხვევაში ესეა, იმ შემთხვევაში ესეა და მაგიტო მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაღაცა რეგულირების ერთიანი სისტემა არსებობდეს, სადაც ჩვენ კი არ მოგვიწევს აი ესე რაღაცა სიღრმეებში ჩასვლა, რომ აბა შენ იქ რა დაასხი კალენდულას და რაღაცა ორგანო უნდა არსებობს, რომელიც ამას გააკონტროლებს და მე რეგულირებელი უნდა. ხო, მოგაწვის უკვე მზას, სახელს, ბრენდის, რომ აი ეს არის უფრო აი ამ ყველაფრის გააზრებით, შეფარდებით, რომ ეს ექნა, ის ექნა, მაგრამ სამაგერო დამაში საბოლოო შედეგს გეტყვის რა, რომელიღაცა კონკრეტული ბრენდის. ჩემი აზრით, მომხმარებლები ვმართავთ ბაზარს. და თუ კი მომხმარებელი იქნება ინფორმირებული,
შესაბამისი მოთხოვნებიც ექნება იმ ბრენდებთან, ვისგანაც იძენს პროდუქტებს. უკვე ძალიან ხშირია, რომ თუ ბრენდი არ არის cruelty free, ან თუ ცხოველებზე ტესტავს, ძალიან ბევრი ადამიანი იმ ბრენდს უკვე აღარ ყიდულობს. და იმ ბრენდს საბოლოო ჯამში სადღაც მოუწევს, რომ ცხოველებზე აღარ დატესტოთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ბიზნესი აღარ ექნება. ამიტომაც რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ჩვენ და უფრო ცნობიერად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და გავაკეთებთ არჩევანს, გონია რომ შემდეგ ბრენდებიც მოგვერგებიან ჩვენ, რომ მათი მიზანი რეალურად არის ფულის გაკეთება. და თუ კი მომხმარებელი იმ პროდუქტს არ იყიდის, მაგრამ მაგასაც მართავენ რაღაცნაირად რა ინფორმაცია მოვა შენამდე, მაგასაც აკონტროლებენ და მანდაც მას შვებენ, იმიტომ რომ ეს greenwashing-ი ზუსტად მაგ ხრიდან შემოვიდა, რომ რაღაც ადამიანების ცნობიერებაში შევიდა ის ამბავი, რომ ეხლა მარტო ჩემ თავზე არ უნდა ვიფიქრო და ცოტა გარემოსთანაც უნდა დავაბალანსო ჩემი მომხმარებლობა, ხო? და აი მანდ უკვე გადაწყვიტეს ბრენდებმა, რომ ფოთოლი დაახატონ. აი ყველასას ცდილ ეგ არის ხოლმე რაღაცა. всё, ეკოს დააწერს და მორჩა. რეგულირება უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდაც ის ვინ დაახატოს ფოთოლი თუ კურდღელი ბაჭი დაახატოს თუ ნებისმიერ ეხლა რაც ჩამოთვალეთ, რაც გამოიყენება კოსმეტიკაში, კონსერვანტი იქნება, ფერის მომცემი ნივთიერება იქნება, სუნის მომკეთებელი იქნება, ყველაფერი ამავე დროს კვების მრეწველობაშიც გამოიყენება, აი ნებისმიერი ტიტანის დიოქსიდით შეღებილი არის ნებისმიერი საღეჭი რეზინა იქნება, რომელიც თეთრია, კანფეტი იქნება თუ ბევრი საკვებ პროდუქცია, ხო? იგივე არის კონსერვანტებიც. კვების მრეწველობაშიც გამოიყენება და კოსმეტიკაშიც გამოიყენება და რეგულირება თუ იქნება და დასაშვების ზღვარის დადგენა თუ იქნება, კონტროლი თუ იქნება, რა ვიცი, ყველაფერი მოწესრიგდება, მაგრამ არანაირი ეხა ჩემ სისტემაში არც მე მცირე მეწარმე ვარ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიარო სადმე რაღაც ვიღაცამ მომთხოვოს სახელმწიფოს კონდეს, მაგრამ რაღაც ჩარჩოში მოაქციოს ეს სისტემა და მოვიდეს ჩემთან, შეამოწმოს ჩემი თუნდაც გარემო რაღაც სადაც ვამზადებ კოსმეტიკა იქნება თუ საპნის წარმოება იქნება, მე რაღაცა ყველას ექნება რაღაც პლუსი, მინუსი, იმის გამოსწორებაზე ვიზრუნებ, მე აი ყველაფერს მოვიყვან ესე ვთქვათ აჟურში და ყველაფერს მოვაწესრიგებ იქ და ცოდნის დონეც, მომზადების დონეც უნდა დიფერენცირებული უნდა იყოს და არა ისე რომ რა ვიცი, სადღაც ყური მოკრა რაღაცაზე ან ვიდეოებით ისწავლო რაღაცა და იმ ვიდეოებში უამრავი ტყუილია, უამრავი მართალია, თუ კლები მოუნდება ადამიანს, რომ ამ ვიდეოებიდან თუ ცოტა განათლებაც აქვს ამ მიმართულებით ან რაღაცა სწორი დასკვნა გააკეთოს, სწორი აზრი გამოიტანოს, იმიტომ რომ რამდენი ბლოგერია, რამდენი მეწარმეა, რამდენი ადამიანია, ყველა ვისაც აქვს სურვილი და აქვს ამის საშუალება, ჩაწერს ამ ვიდეოს და მოგაწვდის შენ სიტყვაზე რაღაც ინფორმაციას, მაგრამ მე როცა არ ვიცი არაფერი ამის შესახებ, მე შეიძლება ტყუილი მართალი მეგონოს, ხო? ეს აზიანებს საბოლოო ჯამში რა ვიცი, დარგსაც აზიანებს, ზოგადად ყველას გვაზიანებს, ხო? რამდენად არის კონკურენცია ხა თქვენს სფეროში, ოღონდ გულისხმობ აი ისეთი რა ჯანსაღი, მათ არა ვითომ რაღაცებს აკეთებენ ხოლმე, აი კონკურენცია ეხლა კოსმეტიკაში უფრო მაინტერესებს. კოსმეტიკაშიც არის კონკურენცია, მაგრამ ყველას თავისი მრევლი ყავს, ესე ვთქვათ, რა ვიცი. მაგრამ ანუ ხარისხიან პროდუქციას ააკეთებენ სხვაებიც, ხო? ხარისხიანსაც, რა ვიცი, რა გითხრათ, ისიც არავინ არა, ეს დამოკიდებული არის თვითონ მის კეთილსინთეზირებაზე, მის ცოდნაზე, რომელიც ძალიან ესეთია რა. მე ჩემი პროფესია რო არ მქონდეს და აი ის საფუძველი რო არ მქონდეს სააფთიაქო ტექნოლოგიის ცოდნის, გრამს და მილიგრამს ვერ არჩევს ბევრი, აი
ბევრი კარგი ცოტა არ მინდა და ვერ რაღაცა ვიდეოც ჩავწერე, დიდად ვერ ვიღებ ვიდეოებს, მაგრამ ამ საკითხზე მართლა აი რო შემაწუხა რა 50 მილიგრამიანს რო აწერ მას ფლაკონს ან 30 მილიგრამიანს ტაბლეტს რო ყიდულობ აფთიაქში რაღაცის ტაბლეტს და იქ აწერია 50 მილიგრამი, აი 100 ამხელა პატარა იმას ტაბლეტში, რომელშიც აქტიური კომპონენტია, რომელშიც შემავსებელია აპკის მომცემი ნივთიერება და ის არის 50 მილიგრამია იმაში აქტიური კომპონენტი. შენი ამხელა სიტყვაზე რაღაცა როგორ იქნება იმის წონა, ხო? ხო, გარჩევა რაღაც ელემენტარული თუნდა დაიწყონ და უცებ რაღაცა ცოდნა ჭირდება აუცილებლად ჭირდება. საბაზისო არა პროფესიონალური ჩემი აზრით, კარგი მარეგულირებელი, მაკონტროლებელი, რაც თავარია რომ მე სიტყვაზე რა თქვენ მიხარია რომ გაქვთ მაგის სურვილი რომ ვიღაცა მოვიდეს და შეგამოწმოთ და სამწუხაროდ ბოდიში შეგვიწერე ძალიან ბევრი ბრენდს დავარქვე, იმიტომ რომ სახელი აქვთ რეალურად, არის ესეთი, რომელიც არავინ იცის რა პირობებში ამზადებს, რა ინგრედიენტებს უკეთებს შიგნით, მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანმა იყიდა ესე სახში დამზადებულ კრემს, ოძახით რომ რეალურად დაბრენდილი აქვთ პროდუქცია და არ ეწერა ზედ სუსტი შემადგენლობა და მე აღმოჩნდა თურმე ანტიბიოტიკი იყო შიგნით. ესეთი რამე წესით ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. შეუძლებლად დასჯადი უნდა იყოს, კაცო. ხო, ეგ საერთოდ კიდე ცალკე საკითხია პასუხისგებაში როგორ უნდა მისცი ადამიანი და პირად პასუხისგებლობაზე რო გადის, სამწუხარო არის ეს რეალობა. ხო, კალბატონიანამ რეგულაციაზე საუბრობდა და ამერიკაში და ევროპაში ყველაფერი რეგულირებადია. უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არის სამწუხაროდ ვერ მოვიცალეთ მაგისთვის თუ მესმის პრიორიტეტები ცოტა სხვა გამოგს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვჭამთ, რას ვისვამთ სახეზე, ვისვენდობით და მნიშვნელოვანი აი რაღა. ხო, მე გუშინ წიმეცნობოდი რეალურად სტატისტიკას, რომ მე მგონი ყოველი მეორე ბავშვი უკვე დაავადებულია საქართველოში რაღაცით. და რეალურად ისინი ხო კოსმეტიკას არ მოიხმარენ რეალურად დასაბანი საშუალებებია იქ ერთ-ერთი ხო ძალიან ბევრი რაღაც ისიც არის რომ რაოდენობით შეიცავება სისხლში მაგრამ რას მიიღებ საკვებად რა ჰაერს უნდქავ საერთოდ წყალი საკვები ტანსაცმელი სათამაშო ანუ არსად არ არის წამდე ბავშვის დაბანა აი ამ ძლიერი დასაბანი საშუალებებით არ არის აუცილებელი ყოველდღიურად წამდე ბავშვის კანი არის ძალიან ნაზი, ძალიან სათუთი, ძალიან ადვილად აი შეიჭრა შეიძლება ანუ ღია იყოს რა მიკრობიომი არ არის სრულად ჩამოყალიბებული ხო? კი ბატონო და ღია იყოს შეჭრისთვის, დაავადების წინააღმდეგ არის ძალიან სუსტი ესე ვთქვათ და სამბოლდროს ფერისგან გავიგე ყოველ დღე ბავშვის დაბანა აუცილებელია ორკბილა სცენარეული ნახარშები იყო რომლითაც რა ვიცი ბანდნენ ბავშვებს და უფრო ჯანსაღია არა ნებისმიერი ქიმიურად მიღებული აქტიური კომპონენტის სათავე არის მცენარეული ნივთიერები და უმრავლესობის სათავე არის მცენარეული ნივთიერება მცენარეული ნედლეული ესე ვთქვათ და მისგან გამოსუფთავებული და აი გამოცალკავებული არის უკვე ცალკე ინგრედიენტი, ხო? ამ ნივთიერებებს შეიცავენ ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული მოქმედების იქნება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, სოკოს საწინააღმდეგო, ყველაფერს შეიცავს რაღაც გარკვეული მცენარეები, ხო? იმ მისი ნახარშებით ხდებოდა ადრე მცენარეების ნახარშებით ბავშვების დაბანა. წლამდე ბავშვის მაინც და არ არის საჭირო არ არის აუცილებელი და რა ვიცი უფრო ჯანსაღი იქნება ის ბავშვიც. არა, ჩემ გარშემო მე ხშირად მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ კიდე გამიგია, რომ რაღაცა ძალიან მცირე ასაკში ბავშვებს სოკოვანი დაავადება, ან რაღაც წესთან საიდან, ხო, რატო? ზუსტად ეგ არის, ხო, რომ დარღვეული აქვს. შენ რაც ისაუბრე, რომ ძალიან ხშირად იბანდი კანს და დაგაყარა, ხო? რეალურად დაგერღვა მიკრობიომი, ან ჩვენს კანს ბუნებრივად ბარიერი, რასაც შენ კანის ბარიერი ცალკეა ესიდმენტურაც არის და კიდე პლუს როგორც ხალბატონმა ახსენა უამრავი ბაქტერია სოკოც მათ შორის ცხოვრობს ჩვენს კანზე და არიან ჰარმონიაში ცუდი ბაქტერიებიც არის კარგი ბაქტერიებიც არის უბრალოდ კარგი უფრო ჭარბად არის შესაბამისად აბალანსებს და მომენტი როცა ზედმეტად უხეშ დასაბანს გამოიყენებ ან
ზედმეტად ხშირად დაიბან, ან არასწორ კომბინაციებს გამოიყენებ, ხო? ეს ბარიერი ირღვევა, მიკრობიომი იცვლება და ის ცუდი ბაქტერია უფრო სწრაფად მრავლდება. სოკოს მე იდეალური გარემო აქვს გასამრავლებლად და მე ხდება უკვე უამრავი პრობლემა, მათ შორის სოკოვანი დაავადებებიც. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისევ მივიდვარი თქვენ სწორი ინფორმაცია, რომ ადამიანმა იცოდეს ვიზუალთან ერთად როგორ მოვაროს კანის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ რეალურად იმიტომ ვუვლით კანს, რომ ყველაზე დიდი ორგანოა, ის გვიცავს რეალურად გარემო საშიშროებებისგან. ხო, და ის ბარიერი თუ დავარღვიეთ, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია გამოგვაყაროს, ამავდროულად შესაძლებელია ისეთმა ნივთიერებებმა, ბაქტერიებმა შეაღწიოს ჩვენს ორგანიზმში, რომელიც რეალურად დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის. ხო, ძალიან ორგანიზმს რო შეუქმნის უკვე რაღაცა ტრიკლოზანი მაგალითად აქტიურად რომ მიდის რეკლამა, ტრიკლოზანის შემცველი საპნების. არაფრით არ შეიძლება ტრიკლოზანი არის ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ანტისეპტიკური მოქმედება აქვს და ის როცა ჩვენ კანს ვიბანთ ტრიკლოზანის შემცველი საპონით, ის კარგ ბაქტერიას და ცუდს ვერ ცნობს, ვერ არჩევს. ყველას წარეცხავს, ყველას გაანადგურებს. თქვენ ძახით, ანუ ანტიბაქტერიული საპნები რო იყიდება. ანტიბაქტერიული საპნები, კი ბატონო. ტრიკლოზანის შემცველები რა, ძლიერი აგრესიული კომპონენტია. ხო, და აი პანდემიის დროს განსაკუთრებით. ეხლა თქვენ წეღან რატო გკითხეთ იცით ამ ქართულ წარმოებაზე, რომ იგივე ხა დარწმუნდაც ახსენა წეღან ეს ტრანსპორტირების პრობლემა რა და ხშირად ამას წინათ კიდევ ერთი საშინელი სტატისტიკა წავიკითხე, რომ ეს ტვირთმზიდი გემები რეალურად არის 50%-ით დატვირთული, იმიტომ რომ ეს შეფუთვა და გადაფუთვის გარეშე როდესაც აგზავნიან და რაღაც დიდ ყუთში დევს რაღაც პატარა ნივთები, ანუ ძალიან დიდ სივრცეს იჭერს და ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი არის სწორედ ეს გემები, თან მაზუტზე მუშაობს და იქ ცალკე ამის ჩააღვრა და ცალკე ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მოკლედ ეკოლოგიის მხრივ და ყველაზე კარგი გამოსავალი აი ეგეთ დროს რა, აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არა მარტო წარმოების განვითარება. წარმოება და ადგილობრივი რა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი საიდანღაც მოგვაქვს რა, საკვები, ტანსაცმელი, კოსმეტიკა, თუ რაც იქნება, ამ დროს მდიდარია ჩვენი ქვეყანა ყველაფრით ნედლეული, ძალიან ეხლა წეღან ექსტრაქტებზე თქვით, ძალიან კარგად შეგვიძლია ექსტრაქტების დამზადება, თითოეულ მეც ვამზადებ ექსტრაქტებს და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ნედლეული გვაქვს ძალიან ბევრი. და რა ვიცი, რატო გვინდა საიდანღაც ჩამოტანილი ეხა? ანუ აი თავი არ გვინდა გვჭირდება, იმიტომ რომ არ არის ფაქტორი სიამოვნებით შევიძე. კონდეს რაღაცა მოწესრიგებული ეს მიმართულება, მაშინ აქვე ვაწარმოებდით, ხო? აი გარი გამოსავალი მიმართულებები მოაწესრიგო რაც კიდევ. აი მე მგონია სადღაც იმედი გვაქვს მგონია რომ ოდესმე მაგ ეტაპზე მივალთ რომ უკვე ეგ სფეროც იქნება რეგულირებული. ხო. მითებზე მინდა და სულ მეკითხა რა, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო ვიდეოები გაქვს ხოლმე აი ეს რაღაცა ამ სწრევ ამ სრულწმენებს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მართლა რწმენასავით გვაქვს ზოგს გამჯდარი რა, თუნდაც ის რომ აი სახეზე რაღაცე ხილის და ბოსტნეულის წასმა, რაღაც ხშირ ცოტა უფრო ისეთი მომენტია, რომ გონია რომ სრუნავ შენ თავზე რაღაცა დაიდე კიტრის ნათალი და იმ მომენტში მართლა გაძლევს. მე მაგალითად მაძლევს ხოლმე აი რაღაც სიმსუბუქის და ფრეშნეს შეგრძნებას. გრილია. აი კიდე რა არის ეგეთი მითები, რაც ყველაზე რთულად უჭირს ქართულ საზოგადოებას, რომ მიხვდეს, რომ მითია და არა რეალობა. რაც თქვი, უკვე ვახსენე, რომ აი ნატურალური უეჭველად უკეთესია, იმიტომ რომ არარეგულირებადი ტერმინია, რას გულისხმობთ ნატურალურში, ასევე როგორც ვახსენეთ, შეიძლება ნატურალურად ჩაითვალოს ეთერზეთები, მაგრამ უფრო მეტად ალერგიული იყოს, ხო? ან შეიძლება ნატურალური მასალით ქიმიურად ისე დავამუშაოთ ის ინგრედიენტი, რომ მივიღოთ 100%-იანი ბენეფიტი, თვისებები, სარგებელი, ისე რომ კანი არ გავიღიზიანოთ. ხო, ანუ თავად ჩემი აზრით ეგ არის, რომ ძალიან ბევრი ბრენდიც რაღაც იყენებს მაგას, რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალურია. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ დაგაყრის, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესი შედეგი ექნება ვიდრე რომ უფრო ეკომეგობრულია. ხო.
თუნდაც აი წეგან შენახსენე კალენდულა და ძირტკბილას ექსტრაქტი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ექსტრაქტია. უბრალოდ ველური ძირტკბილა თუ მე ისეთი რაოდენობით მოვიპოვე, რომ გადაშენების პირასარი და შეიძლება ეს სცენარი საერთოდ აღარ გქონდეს რაღაც პერიოდში, ხო? ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია მანდ. ასევე კონსერვანტებზე რა თქმა უნდა არსებობს უფრო საფრთხე-შემცველი კონსერვანტი და უფრო უსაფრთხო კონსერვანტი, უბრალოდ კონსერვანტის გარეშე თუ დაამზადებ რაღაც პროდუქტს, რომელიც უნდა ჩადო, პროდუქტს, რომელიც ციცი უნდა ჩაყო, ერთ კვირაში ისე გაგიმრავლდება სოკო და ბაქტერია, ნუ შეიძლება ობიც გაიკეთოს, მაგრამ შეიძლება არ გაიკეთოს ობი და სახეზე წასმის დროს, რაც ვისაუბრეთ, ისე დაგირღვიოს მიკრობიომი, რომ გაგიჩნდეს საერთოდ კონტაქტური დერმატიტი, ან ისეთი დაავადება, რომელიც მაგალითად ხო დერმატიტების ბევრი არსებობს ფორმა, რო არ ჩამოთვალო, რომელიც უფრო რთულია მე ანუ გრძელვადიანად სამკურნალოდ უფრო ხარჯის მომცემია და უფრო მეტი პროდუქტი დაგჭირდება ვიდრე ის რომ საერთოდ არ წაკეთს. ამიტომ ისიც რომ კონსერვანტო კარგია. ძალიან ბევრი წერს ეხლა. ხო, რეალურად მითია. აი უკეთესი იქნება მაგალითად კონსერვანტების რაოდენობა გაკონტროლდეს პროდუქტში, რომელსაც ჭამთ, იმიტომ რომ იმ ხოლმე რაოდენობას უკეთებენ ხშირად რომ 10 წელი აქვს shelf life იმ პროდუქტს და ეგ არ ვიცი ახლა რამდენად კარგია საკვებად, მაგრამ აი კანის მომლის პროდუქტში კონსერვანტი აუცილებელია, რაღაც ფორმის კონსერვანტი. ხო, რა თქმა უნდა, დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და წესერ ქვეყნებში ეს რეგულირდება, რომ ჩვენი პროდუქტი არ გაფუჭდეს და არ გვაზარალოს. ხო, ანუ რაღაცა კიდე იქ ვინცივერთ რომ ცალსახა გადაჭრები რომ კონსერვანტი ცუდია, ან კონსერვანტი კარგია, ან პირიქით. კონსერვანტი აუცილებელია, უბრალოდ ხო, რეალურად კონსერვანტებიც ხო ძალიან ბევრია და შესაბამისად ამიტომ რეგულირდება. ფორმა, დოზა და დოზა არის აი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ცალკე აღებული ინგრედიენტი, მაგალითად ცოტა ხნის წინ ჩატარდა ბენზოლის ზეჟანგზე კვლევა, რომელმაც თქვა, რომ კარცინოგენია ეს ინგრედიენტი და მე კვლევას რო ჩავხედეთ ადამიანებმა, აღმოჩნდა, რომ იმ ხელა გრადუსზე ქონათ ეს ინგრედიენტი დატოვებული, რომ 70 გრადუსი იყო თუ რაღაცა, მაგას მაგალითად მაგ გრადუსს მიაღწევს 24 საათი მზეში დატოვებული, 48 საათი მზეში დატოვებული მანქანა, ხო და იმ ძერო არ გადავიდეს და 48 საათი მუდმივად ასხივოს იმ მანქანას ეგრე. და მაგ გრადუსზე არ ვინახავთ მაგ პროდუქტს. შესაბამისად ის ინგრედიენტი არ გამოყოფს. ხო, და რატომ რა საჭიროა ეგეთი? ეგ საერთოდ ცალკე ამბავია, რომ მე აღმოჩნდა, რომ ვინ ჩაატარა ეს კვლევა, ვინც დააფინანსა იმ ადამიანს ამ ინგრედიენტის ალტერნატიული ვერსია ქონდა დაპატენტებული. ხო, აი ამიტომაც ვამბობ რა, როცა რაღაცის უსაფრთხოებას ან პირიქით საფრთხეს გავიგებთ, ყოველთვის კითხვა უნდა დავსვათ, რომ რამდენად გადამოწმებულია ეს ინფორმაცია, რა კვლევებით არის გადამოწმებული, ვინ ჩაატარა ეს კვლევა, მე ვინ მოგაწოდა, ინტერესი ქონდა, ინტერპრეტაცია ვინ გაუკეთა ამ კვლევას, იმიტომ რომ ერთ-ერთი კვლევიდან შესაძლებელია საერთოდ სხვადასხვა დასკვნის დადება. ამიტომაც გააჩნია და ამავდროულად ყოველთვის ვამბობ, აი მე რასაც ვამბობ, მეც გადამამოწმეთ. ვინც რა არ უნდა თქვას, ვინ ჩადო ხო, ყოველთვის უნდა გადაამოწმო. სამწუხაროდ ხანდახან წყაროს მოძიება რთულია, მით უმეტეს Google-ში როცა შეხვალ და რაღაცას დაგუგლავ, ძალიან რთულია მიაგნოს სწორ და სანდო წყაროს, იმიტომ რომ ერთ და იგივე ინფორმაციაზე, თუ ერთ და იგივე თემაზე საერთოდ სხვადასხვა აზრი შეგიძლია რომ წაიკითხო და ის წაიკითხო რაც შენ გაწყობს და რა ის რომელიც შეიძლება და პირველი აუცილებლად ის იქნება რაც აწყობს ვიღაცას, ხო და მე ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ დაგუგლავ ასევე მაგალითად არსებობს Google Scholar, რომელიც ბევრის მიერ არ გამოიყენება, სადაც აი კონკრეტულად სტატიები და მეცნიერული ინფორმაცია უფრო წერია, იმიტომ რომ Google-ში შეიძლება ვიღაცის გაზიარებული ინფორმაცია, ის სტატია დაკრეფილი რაღაც წაიკითხო და ეგ მიიღო სანდო წყაროდ, ხო? ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყაროს ვინ გაწვდის და რამდენად გადამოწმებულად გაწვდის მაგ რაღაცას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო, ძალიან ჩაძიება ჭირდება ყველაფერს. ამოუწურავი თემა, ზოგადად მზარდი თემა, კოსმეტიკა განსაკუთრებით და
ამოუწურავია სწავლებისა და მის თვალსაზრისითაც აუცილებლად ყოველდღე რაღაცას აღმოაჩენ, რაღაცა უნდა წაიკითხო, რომ გაეწიო რაღაც ახალ კომპონენტს დაუშვათ, აქტიურ კომპონენტს, რაღაცა ინფორმაცია რომ მოიძიო და ესაკნა. მუდმივად იცვლება მუდმივად გაიდლაინები. მადარ უნდა ვენდოთ ახალი კიდე აღმოჩენებია. greenwashing-ს რაღაცას რომ დაგიწერენ რომ ეს იმიტოა კარგი რომ ესე და ესე ხო ანუ ყველა ვარიანტი და გადავამოწმოთ და საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ დავდოთ რომ ხო არ უნდა გამოვიყენოთ ზედმეტად არაფერი რა. მაგაზე არ შევხებევართ და რეალურად ძალიან მინდა ვთქვა რომ შეიძლება შეფუთვაზე ჩვენ გავლენა არ გქონდეს ან როგორ გაივლისან ტრანსპორტირების პროცესისა თუ ის პროდუქტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალაუფლება იმაზე თუ რას შევიძენთ. და ძალიან ხშირად ჩემს ვიდეოებშიც რაღაც de-influence ტრენდი მქონდა, სადაც ვაზიარებდი პროდუქტებს, რომელიც რეალურად არ გვჭირდება. რო გქონდეს განარამეს დააშავებს, უბრალოდ სრულიად არასაჭიროა და ეს ზედმეტი კონსიუმერიზმი, ზედმეტი მოხმარება ჩვენს ბიუჯეტს ასაზარალებს და გარემოს განსაკუთრებულად აზარალებს, იმიტომ რომ აი მაგალითად რო ავიღოთ სახის დასაბანის საშუალებები. მთელი ჩვენი არსებობის პერიოდია ხელით ვიბათ სახეს და ის მოწყობილობა არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, არაფერს ღრმად არ ჩადის ფორში, ანუ სრულიად უსარგებლოა. იმას შეიძლება ვიღაცამ შეიძინოს, იმიტომ რომ ტრენდული იყოს, გამოიყენოს საჯერ და გადააგდოს და ის პროდუქტი ბოლოს ხვდება ნაგავსაყრელზე. ანუ არ გვეხმარება ეს რაღაცა ბუსუსებიანი რაღაცეები დაბანაში. ხელის სრულიად საკმარისია, არანაირი ღრმა წმენდა ჩვენს კანს არ ჭირდება, ჩვენი კანი შექმნილია ისე, რომ ისედაც მკვდარ უჯრედებით მაგიტომ გშორდება, რომ ეს მუდმივად განახლებადია ჩვენი კანი და ამავდროულად ზედაპირულად ჩამობანა ცხიმ, ჭურჭს თუ რამე არის ზედმეტი, კარგად ჩამობას ზედმეტი ხელსაწყოების გარეშე. და ასეთი პროდუქტი იმდენია, რაზეც შემიძლია რომ დაუსრულებლად ვისაუბრო, აი თუნდაც ერთჯერადი ნიღბები. ერთჯერადი ნიღაბი არის აღებული რაღაც ქაღალდი თუ არც ვიცი რა არის, არცად ქაღალდი რაღაც მოპლასტმასი რაღაც ნაჭერი, რომელიც წარმოიდგენო აი რაღაც ჩავლებულია შრატში, დიდი რაოდენობით აქვს შეწოვილი და მე ის გადავს სახეზე. ანუ რეალურად შრატს გამოიყენებ თუ იმ ნიღაბს, დიდი სხვაობა არ არის, ანუ ინგრედიენტები რამე განსაკუთრებული არ აქვს ნიღაბს, უბრალოდ ის არის ერთჯერადი მოხმედების ფანარი, რაღაც შეიძლება ფოტო გადაიღო, რაღაც გოგოებთან ერთად რაღაცა გაერთო, მაგრამ რეალურად არაფერი დამატებითი სარგებელი არ აქვს. ამ დროს თვითონ ეს ნაჭერიც, მისი შეფუთვაც, ყველაფერიც არის ყველაფერი ეს ნაგავი და რჩება დედამიწაზე და არ დეგრადირდება. თუნდაც ერთჯერადი პირსახოცები ეს ახალია, რომ იმის მაგალითად რომ პირსახოცი ავიღო, გამოვიყენო და მე გავრეცხო, ადამიანები ყიდულობენ ერთჯერად პირსახოცებს, გამოიყენებენ, გადააგდებენ. ან თუნდაც როცა არსებობს პონერი და შეგვიძლია სახეზე დაიცხა და ისე გადაინაწილო, არ არის აუცილებელი რომ ბამბის დისკზე დაასხა. რა თქმა უნდა, ხა შესაძლებელია ხანდახან იშვიათად თუ საჭირო არის ბამბის დისკიცაც გამოიყენო, მაგრამ ეხლა დაიწყეს ისეთი ტონერების გამოშვება, რომელიც უკვე ბამბის დისკში არის გაჟღენთილი. ან რო ახდი, უკვე ბამბის დისკებია შიგნით ჩალაგებული, ტონერ გაჟღენთილი. ის შეფუთვაც და შიგნით ჩადებული. ცოტა ხანში თვითონ შემოგახტება სახეზე რა, ალბათ შემდეგი ეტაპი ეგ არის, რომ აი TikTok-ის დიდი დამსახურება არის ეს ზედმეტი კონსიუმერიზმი, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი უკვე გარეკლამებულია და ადამიანი რომ სკროლავ, ბოდიშამთან ინგლისური სიტყვისთვის, ხო ძალიან რთულია რომ შენზე არ მოახდინოს გავლენა, მეც კი როცა ცნობიერება საკმაოდ მაღალი მაგ ახალ პროდუქტს ხედავ, ხანდახან მინდება დატესტვა. ჩემ თავს ვახსენებ ხოლმე რომ ეს პროდუქტი მართლა მაკლია თუ იმიტომ მინდა ვიყიდო რომ შავი პარასკევია და ძალიან კარგი ფასდაკლება ხო აი ძალიან ხშირად ფასდაკლებაზე მეკითხავენ რომ რა ვიყიდო და ყიდულობენ დიდ რაოდენობას ანუ მაგისთვის არის შექმნილი ფასდაკლება და ეს აქციები რომ ერთდროულად გაყიდნენ ის პროდუქტი რაც არ გჭირდება და ყოფილი შემთხვევები როცა ბევრს მოუწერია რომ ისე გაუვიდავა და რომ ვერ გამოვიყენე ჩემი თავისმოვლის საშუალებების უმეტესობა არის ის პროდუქტი რაც შემადამ შავ პარასკევს იყიდა და მიხვდა რომ აღარ ჭირდება მართლა აღონდა ანუ უბრალოდ აი რაღაცა რა კარგი ფასი აქვს ბარემ ესეც აუ ესეც და მე რამდენიმე თვეში რომ მიხვდება რომ ახლა ცოტა ხანში გადასაგდები მოხდება არ გინდა მინდა იმიტომ რომ ხო რეკლამითა ვართ დაზომბირებული კი და წინა პოდკასტშიც ვახსენე რომ
TikTok-ი, რადგან ახსენე, მერვე კლასელი ბავშვი არ ვიცი როგორ მინდა რომ ოდესმე მოусმინოს ან პოდკასტს ან რაღაცა ბავშვი რომელიც ყოველ დილით გვაჩვენებს როგორ ემზადება სკოლაში წასასვლელად, ეგეთ მაკიაჟს ალბათ ოდესმე მოხვდები ეგეთ ქორწილში, სადაც ეგეთ ჯერჯერობით არ გამიკეთებია ეგეთი მაკიაჟი არასდროს ხვდები, ანუ იმდენ რაღაცას ისვამს ბავშვის სახეზე და გინდა არ გინდა, ანუ ეს ყველაფერი ორგანიზმში ხდება რა, ასე თუ ისე. ისკანს არაფერი არ აკლია იმ პერიოდში. არა, ხო. მერვე კლასელის ბავშვი. არა, თან არაფერი არც აკნე, არაფერი ძალიან მშვენიერი, ძალიან ლამაზი ბავშვია. მე როგორც კონტენტ კრეატორი ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ერთი რა ინფორმაციას ვაწვდი ჩემს გამომწერს და მეორე რას ვაჩვენებ. და ძალიან ხშირად უსვამ ხაზს, რომ რადგან კონტენტ კრეატორი ვარ, ბრენდები ხშირად მიგზავნიან პროდუქტებს. და მე რომ ხედავენ ამდენ პროდუქტს ტესტავ და სიტყვაზე უკან ამდენი რაღაც მილაგია, თავადაც ცნობიერად თუ არა ცნობიერად წარმოდგენთ, რომ მათაც ამდენი პროდუქტი უნდა გქონდეთ. ამიტომ ხშირად უსვამ ხოლმე იმას ხაზს, რომ მე ეს იმიტომ მაქვს, რომ ტესტავდე ეს ჩემი საქმიანობა, მაგრამ აი მაგალითად პროდუქტს რო დავტესტავ სიტყვაზე 60 კვირაში და დავინახავ შედეგს, ხშირად იმ პროდუქტს მაგალითად ჩემ ოჯახის წევრებს ვაძლევ, როცა უკვე სხვა პროდუქტის დატესტვაზე უნდა გადავიდე. ხშირ შემთხვევაში საერთოდ ისე ვაკეთებ, რომ მთლიანად მე გამოვიყენო და მე გადავიდე ახალი პროდუქტის დატესტვაზე, მაგრამ თუ კი ისე მოხდა, რომ ბევრი რაღაც მაქვს შესამოწმებელი, არასდროს არ ვტოვებ იმას გახსნილ მდგომარეობაში გამოვყენებელს, ხო? მეგობრებს ტესტავ რომ მე ზუსტადაც ამ ხალხს ვინც შენ გიყურებთ, მოგვაწოდო ინფორმაცია, რომ ტყუილად აღარ ვიყიდოთ. გამომწერებს ვერ ვაკეთებ ხოლმე გახსნილ პროდუქტებს, მაგრამ არ უყრი. აი, თუ არ მომეწონა, იმას ვერავის ვჩუქნი და მიწევს რომ გადავყარო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიყენო. და ასევე ბოდიშ თუ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა რამდენჯერმე გამიზიარებია და ასევე გონია რომ ძალიან ჭკვიანურია თუ პროდუქტი არ მოგეწონება იმის სხვა მიზნით გამოყენება. აი მაგალითად თუ კი ტონერი იყო ზედმეტად უხეში, აი ამ ქერცლავი ტონერი თუ არის გლიკოლის მჟავით ან სალიცილიზის მჟავით და სახისკანზე ზედმეტად უხეში აღმოჩნდა, იდეალურია ქუსლებისთვის. იდაყვებისთვის, იმიტომ რომ ქუსლებზე კანი უფრო სქელია, უხეშია, იქ რეალურად ცხიმოვანი ჯირკვლები ესე არ გვაქვს, გამონაყარი არ გვიჩნდება, იღლის შავეზე გლიკოლის მჟავა იდეალურია. ამისაც სახის კრემი არ მოუხდა, მაგალითად ტანზე შეუძლიათ გამოიყენო, იმიტომ რომ სახისკანი ბევრად უფრო მგრძნობიარეა და უფრო თხელია და უფრო პრობლემატურია, ვიდრე სხეულზე, განსაკუთრებით ფეხებზე. ან მაგალითად ზეთოვანი დასაბანი, რომელიც მაკიაჟს გვაშორებს, როცა გვისვია, ზეთოვანი დასაბანი, რომელიც მცენარეული და ბუნებრივი ზეთებით არის დამზადებული, თუ არ მოგიხდა ალერგია გამოიწვია, ან მაგალითად ფორები დაახშო, იდეალურია მაკიაჟის ფუნჯების გასარეცხად. იმიტომ რომ იდეალურად შლის ფუნჯებს და მაკიაჟს. ამიტომაც თუ კი პროდუქტი არ მოგვეწონა, სანამ გადავაგდებთ, კარგი იქნება თუ დავფიქრდებით შეიძლება თუ არა, იგივე, ხო, იგივე ჩემთვის ეს უფრო გარემოზე ზრუნვა არის და ეს უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე იმაზე ფიქრი რეალურად, აი რამდენჯერ ტრანსპორტირდა ეს, იმიტომ რომ მაღაზიაზე გავლენა მე სამწუხაროდ არ მაქვს. ამაზე კარგი იქნება რომ პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ მარეგულირებლებს და იმ ბრენდებს, რომლებიც ქმნიან ამ პროდუქტებს. და ჩვენ მომხმარებელს რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რომ ზედმეტი არასაჭირო პროდუქტები არ ვიყიდოთ. ან თუ მაგალითად გვჭირდება მაგალითად ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი და რეტინოიდი, სამი სხვადასხვა პროდუქტის ყიდვას ვიპოვოთ ისეთი ფორმულა, რომელშიც სამივე ერთად არის. ან მაგალითად აი რეტინოიდი რადგან მაინც ისეთი უფრო ძლიერი ინგრედიენტია იყოს ცალკე, მაგრამ აი ყველაფერი სხვა მაგალითად მცენარეული ის რაც არის ექსტრაქტები, რაც ჩამოთვალეთ ძირტკბილა, ცენტელა, რომელზეც გიждდები მწვანე ჩაის ექსტრაქტი, უამრავია, ხო? ერთ პროდუქტში რო იყოს მოთავსებული ცალკე ნუ ვიყიდით კონკრეტულად მწვანე და ზემოდან ერთმანეთზე რო არ წაისვა ხო რომელიც ნაკლებად ეფექტურია ჯობია რომ ერთად უკვე ისეთი წყალივით ხელს აკეთებენ რომ რეალურად შესაძლებელია ჩვენმა კანმა შეიწოს უბრალოდ დამღლელიც არის შრომატევადი არის ამდენი ხანი და შეფუთვას ზოგადად მეორე პროდუქტებს ხო უფრო ძვირიც გიჩდება ამდენი რაღაცის ყიდვა და მესამე რომ რაც უფრო მეც გამოიყენებ უფრო მეტად შეიძლება გაგიღიზიანდეს კანი. და იქაც არის ის ორი პროდუქტი ერთმანეთს მოუხდება თუ არა, იმიტომ რომ შეიძლება ჰიალურონი ეწეროს, მაგრამ შემადგენლობაში ისეთი რაღაც ქონდეს, რაც მეორე პროდუქტის შემადგენლობას არ მოუხდეს. და ამიტომ როცა ანტაგონისტური იყოს ისინი ან სინერგია მოხდეს კომპონენტების
იმას ლაპარაკობთ. ნამდვილად და ესე დროს რა თქმა უნდა ჯობია რომ ვიპოვოთ ისეთი პროდუქტი და მაგიტომ ტესტავ ამდენს რომ და მაგიტომ ვაზიარებ 100-დან 2-ს რომ აი გავფილტროთ, იმიტომ რომ აფთიაქშიც უამრავი პროდუქტია, ინტერნეტში ხო საერთოდ ულიმიტუარი და როგორ უნდა ავარჩიო, ხო? ეხლა მართლა ალბათ 10,000 დამატენიანებელი იქნება მინიმუმ დღეს ბაზარზე. იმ 10,000-დან რომელი უნდა გამოიყო? 10,000 ყველა ერთნაირად ეფექტური და კარგი არ არის. ამიტომაც ჩემს თავზე და ჩემს კანზე ვიღებ მაგ ყველაფერს რომ გადავაბრძოთ და ვტესტო. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაგ უკვე კანის პრობლემები ამ ხშირი ტესტით ალბათ კარგს არც ვაკეთებ, მაგრამ მაგრამ რამდენ ადამიანს სამაგოდ აცილებ თავიდან მაგით ვიმშვიდებ, ხო, თავს რომ იმედი მაქვს რომ შედარებით ვუფილტრავ რაღაც პროდუქტებს, რომ აი აფთიაქ შესulis დროს არ ხო, გაიგე. ძალიან კარგი ფარმაცევტები ყავს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში დიდად მე მაგალითად ხა იშვიათად მიყიდია, როგორც თქვი. სახის მოვლის საშუალებები ძირითადად ისე მოდის თავისით ჩემთან, მაგრამ დიდად ვერ მეხმარებიან ხოლმე რომ შედი ხართ, ყველა არის ორიენტირებული ცუდათაა მოწყობილი. ეს არა კომერციულად რომ რაღაცა გაყიდვაზეა ორიენტირებული, იმიტომ რომ მისი ხელფასი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ გაყიდვაზე, მაგრამ რაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, აი თქვენ რაც თქვით თუნდაც და ზოგადად რაზეც ვლაპარაკობთ, ყველაფერი მოდის მე მგონია ცოდნის ნაკლებობისგან. აი მაგას ამბობ, კი ეგ ყველაზე მსხვერპლია, მნიშვნელოვანი არის ის რომ რაღაც იყოს ცოდნა მომხმარებელსაც რომ მისცეს და თუნდაც მწარმოებლები გადაამზადოს მოამზადოს იმისთვის რომ ჯანსაღი და კარგად გაკეთებული პროდუქტი მიაწოდოს ბაზარს. და არა ისე ზოგი ნახარს იყენებს ხარშავს ეხა აი კოსმეტიკის იმაში მაგალითად რომელიც დაუშვებელია ნახარშის გამოყენება იმიტომ რომ ის 2-3 დღის მერე იქ ბაქტერიების გამრავლება უკვე აი ხელნაკრავია ესე ვთქვათ პროცესი ხარშვის დროს რა და იქ ძალიან აქტიურად და ძალიან კარგად გამრავლდება ცუდი ბაქტერიული ფლორა და არის საშიში. მე მაგას რო ნახავს, მე კონსერვანტებს დაამატებს ზედმეტი. აი ძალიან ბევრი კოსმეტიკაში მაგალითად წერენ რომ კონსერვანტების გარეშეა დამზადებული. რატო უნდა დაამზადო კონსერვანტების გარეშე? ისიც ჩვეულებრივი სუპი ესე ვთქვათ არის რომელიც 2-3 დღეში მაცივარშიც კი შეიძლება გაფუჭდეს, ხო? და რა დაემართება ეხლა იმას ჩვენ კანზე რო დავიდებთ. მაგრამ ის კონსერვანტებს რო ვინც წერენ, იქ არის აბსოლუტურად მალამო, ანუ იქ წყლიანი ფაზა არ არის, შეიძლება ეს გამართლებული იყოს, წყლიანი ფაზა ან ძალიან დაბალია, ან ბალზამია, ან საერთოდ არაა, მაგრამ ასეთის გამოყენება ჯერ ერთი ამას მალამო ქვია და არა კრემი, სახელიც უნდა განვასხვაოთ და ასეთის გამოყენება ყოველდღიურად უფრო საშიშია, უფრო ცუდია რა კანისთვის. ტენი აუცილებელია, წყალი ერთ-ერთი გადამტანია ტრანსფორმაციაში მუშაობს გარდა ზოგიერთი აქტიური კომპონენტისა, რომელსაც ტრანსპორტირების უნარიც აქვს და ის აუცილებელია რა, მარტო ცხიმით დაფარვა კანის არის სისტემატური დაფარვა, არის ზიანის უარესი. ან ყველა ვარიანტში რეგულაციები გვჭირდება საკმაოდ. რეგულაციაც გვჭირდება, ცოდნაც გვჭირდება. ხო, და აი პირატულად პასუხისგებლობა ხა წეღან ამბობდა ქალბატონი ნანა, რომ აი ისეთი რეკლამა აქვს ზოგს და რაღაცა და ამ დროს ის შეიძლება თავისი რაღაცა რესურსის თუ ფინანსური თუ ადამიანური რესურს რეკლამაში უფრო მეც ხარჯავს, ვიდრე პროდუქტის განვითარებაში და ამ დროს თქვენ პირიქით მუშაობთ და ამიტომ რჩებით რეკლამის გარეშე და კონტენტ კრეატორებიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით პროდუქტების რეკლამაში და თვითონ კონტენტ კრეატორებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს. იმაზე თუ რას გავაზიარებთ, რამდენად გადამოწმებულად გავაზიარებთ და რა ფორმით მივაწვდით. და რა სტანდარტს დაამკვიდრებ კიდე მე სულ მან ხას უსვამ მოზარდებში რა, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ხედავს თან სულ ტელეფონში არიან ხო ძირითადად და მუდმივად უყურებს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაღაცა ესეთ მაკიაჟი, რაღაც სტანდარტი ტუჩი წვი რაღაც როგორც არის ხოლმე, ხო? და ის მე უკვე სარკეში რო იხედება, თავს არ თulis ისეთად, როგორიც არის მისი რაღაცა სიტყვაზე მისაბაძი ადამიანის რაღაც ტელეფონში და ამ ხრი მართალი ხარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ მომავალ თაობაზე მნიშვნელოვანი ალბათ
არაფერია ჩვენი უკეთესი მომავლისთვის რა, ეგენი არიან ჩვენი მომავალი, ესე ვიტყოდი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. უბრალოდ კიდე ბევრი არის, რაც არ ვიცი, ამიტომ ამოუწურავია თემა. ხო, ამოუწურავია. მადლობა შენ რომ გვანათლებ და შენგან გავაგრძელებ ინფორმაციის მიღებას. თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენი წვლილი თქვენს შეგაქვთ მადლობთ იმაში რომ მოწვევისთვის. იქნებ ნელ-ნელა მართლა ეს ადგილობრივი წარმოება ცოტა გავზარდოთ და უფრო ეკოლოგიური გახდეს ეს ყველაფერი, თუნდაც მაგ მიმართულებით. მადლობა და დროებით თქვენ გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე და აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენ YouTube არხი და თუ რამე ისეთი თემა რომლის განხილვაც გსურთ, მოგწერეთ აუცილებლად კომენტარებში, გავითვალისწინებთ. ნახვამდის, მადლობა. მადლობა დაპატიჟებისთვის.